საღამოშვიდობის ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო და ირაკლი კობახიძის ჯგუფის ავტორობით მომზადებულ პროექტს საპარლამენტო დონეზე მისცა ვიზირება. მათთვის, ვინც ქართულ ოცნებას ცოტა ხნის წინ დაშორდა, სწორედ ეს მოსამართლეების საკითხი იყო წყალგამყოფი. ეს არის თემა, რომელმაც პროტესტი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, აქტიური საზოგადოების გარდა შიგნით ოცნების წიაღშიც მის ძირძველ მხარდამჭერებშიც გამოიწვია, თუმცა ხელისუფლებისთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ გასული ხელისუფლების დროს შექმნილი სასამართლო სისტემის გადმობარების არჩეული ხაზი ივანიშვილმა და მისმა გუნდმა წარფშეუხელად განაგრძო და დღეს პირველი მოსმენით გააფორმა. 99 მომხრე 31 წინააღმდეგი განუბრექტი მიღებულია. Უმრავლესობა ვერ გააცნობიერა, რამდენად სახიფათო ქვეყნისთვის საზიანო კანონპროექტს მისცეს ხმა. არ დაუჭირე, რადგან ვთვლი, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში არის ძალიან დიდი პრობლემა. მიყვებიან ღრმად ივანიშვილის მითითებებს, საზოგადოება ესეთ ტიპის უტიფრობას და თავხედობას ადეკვატურად შეაფასებს. ეს არის სწორი გზა იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნას. ამ წუთებში საპარლამენტო ტრიბუნასთან იუსტიციის მინისტრი დგას და ცდილობს მწარე პასუხის გარეშე არავინ დატოვოს მისი მისამართით კრიტიკის ხარისხი მაღალია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმას ეხება. ვნახოთ კითხვა-პასუხის ფრაგმენტები. როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4634 მოქალაქის სახელით წარადგინა. რატომ დაურთო 4634 მოქალაქის სახელით წარდგენილ დავას მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს, ჩვენ პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ ამ სიის შედგენა 10 წლის თავზე, რაც მე ვიტყოდი არის სირცხვილი. ქალთია მართლა თხოვნა მაქვს, რომ ცოტა უფრო ხმამაღლა რა, იმ ნაწილების გარდა სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავდით, თითქმის არაფერი არ ისმოდა. ვერ გავიგეთ, ძალიან მაინტერესებს და ხმამაღლა თუ შეიძლება. ბატონო გიგა სასიცოცხლო სახელმწიფოთა შორისო დავაზე, აგვისტოს ომის საქმეზე ვაგრძელებთ დავას სტრასბურგის სასამართლოში, თუმცა ეს თქვენ ბატონო გიგა არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ მე აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ რა გავაკეთეთ ჩვენ. მე თქვენთვის ვარ აქ მოსული. დაეხმარება თუ არა საქართველოს ინტერესებს, საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული გაცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა საკუთარი ტერიტორია და საკუთარი მაცხოვრებლები. რა ზეგავლენად იქონიებს ეს ხანგაში მიმდინარე პროცესებზე? ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში. მათ შორის ისიც ახსოვთ, არაერთი მათგანი სამწუხაროდ რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში. ამიტომ მოდით მუიკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, იმიტომ რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ყაზახეთის პარლამენტმა გადაარქვა სახელი ქალაქ ასტანას და უწოდა ნურ-სულთანი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავდამხვევი წარმატებებისა. იქნებ იმჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად უწოდოთ თეა. იცით რა არის ბატონო რომან, ეს ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინ ამან და არ ვიცი თუ არ გეწყინებათ გეტყვით. ჩვენ გქონდა წარსულში, როდესაც მე ბავშვი ვიყავი, დრო როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი რამდენად კარგი აზრია. ბოლო პერიოდში უმრავლესობა დაკარგული წონასწორობის აღდგენას ცდილობს. ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე გუშინ ჩატარებულმა მარტივმა კენჭისყრამ ღია დაჩვენა, რომ პროცესი კონტროლს მიღმა. უმრავლესობას დღეს თანაბარი სიძლიერით აკრიტიკებენ ოპოზიციის წევრები და ოცნებიდან წასულები. პოლიტიკური სპექტრი პოლიტმეტრში დღეს რამდენიმე წუთში მამუკა მდინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ოპოზიციიდან გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ჩვენ ასევე მოვუსმენთ გედევან ფოფხაძეს, პარლამენტის წევრს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კონფლიქტისას თქვა, რომ რაღაცები დარჩა სათქმელი და იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ თემებზე ის დღეს ჩვენს ეთერში ისაუბრებს.
ეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იქ ბუნებრივია დაგჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები. წითელი და მწვანე ღილაკები, უმრავლესობის ახალი დიაგნოზი. როგორ იქცა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაყენების პროცედურა პარლამენტში კომედიად. რეალურად აქ წითელზე იყო მისაჭერი თითით მწვანეზე ეს გახდა გარკვეული პრობლემა. ყოველთვის ჯეროდა რომ კეთილს ძლია ვოროტმან არსება მისი გზელი. უმრავლესობის ტრაგედია. მოსამართლეთა კორპუსი, რომელსაც ვერ ელებიან. სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკას გადადგომა შეუწყე ხელი. აი რასაც ოცნავ. ახერხებს თუ არა კანონპროექტის ავტორი არაჩვეულებრივი შვიდეული პროცესის დამაჯერებლად მართვას. ბატონო, რატო გინდათ რომ სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, იყოს წარმატებული? ბატონო, რატო ხართ ესეთი კეთილები, რატო ხართ ესეთი ჭკვიანები? კალაპოტიდან ამოვარდნილი პოლიტიკური პროცესი. პოლიტმეტრში დღეს. პოლიტმეტრში პირველი სტუმარი მამუკა მდინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე. საღამომშვიდობისა ბატონო მამუკა, მადლობას გიხდით რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. პირველ რიგში მინდა გითხოთ, კმაყოფილი ბრძანდებით თუ არა იმით, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, რომ თქვენ ისე მოახერხეთ ამ ვერსიის გატანა, რომ პრაქტიკულად არაფერი დათმეთ. მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც, ნინო. ჩვენ კმაყოფილებაზე ნამდვილად არ არის. არა აქვს მნიშვნელობა მამუკა მდინარაძე კმაყოფილი იქნება თუ არა. რომელიმე კანონპროექტის მიხედვით თავარია პოლიტიკური ინსინუაციების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ერთი არ ახდება სინამდვილეში და იქ რა წერია ფურცელზე, რომელსაც ესე ვერ შევძლებთ, რომ წავაკითხოთ საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა გადავცეთ და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია გვესმის და მეორეა რა შედეგს მივიღებთ კანონის მუშაობის შედეგად. რამდენად გამოადგება სასამართლოს, რამდენად გამოადგება მერე ეს ქვეყანას. ეს არის თავარი. და დღეს რაც უნდა დათქმები მივიღოთ, განსაკუთრებით ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან და არ დაგეთანხმებით ერთ რამეში, ნინო, რომ მე ვისმენდი თქვენს წინასიტყვაობას, ასე ვთქვათ და ერთნაირად უტევენო თუ აკრიტიკებენ, მაგრამ მახსოვს ზუსტად ის სიტყვა ერთნაირად არა. ჩვენმა თანაგუნდელებმა გადააჭარბეს კრიტიკაში, მაგრამ არა უშავს. ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა, თავის გაპიარების საშუალება გახდა, თეთრ ცხენზე ეგრეთ წოდებულ ფრაზას მოვიშვენიებ ამხედრების საშუალება გახდა, ეს მათი საქმეა, თუმცა ვნახეთ ისეთიც თქვენ როგორ წარმოიდგენით და მე და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, წარმოიდგენით, როდესმე რომ განცხადებებში უფრო მეტის კადრება შეიძლებოდა, მაგალითად, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელიმე ჩვენგანს აბრალებდნენ, მე ვერ წარმომედგინა მაგალითად და ესეც ვნახეთ. მაგრამ არა უშავს. როგორც იტყვიან, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და დრო დაგვანახებს იმას, ვინ არის მართალი, ვინ არის ბრტყელი და მარტო დროზე არ ვართ საბედნიეროდ დამოკიდებული. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ბევრი ვისაუბროთ ამის შესახებ, კომუნიკაცია კიდევ უფრო გავაძლიეროთ და დავანახოთ სიმართლე საზოგადოებას. სად არის სიმართლე? მაგალითად, იმ სამ კანონპროექტს შორის, რომელიც იყო წარმოდგენილი. აი, მოდით ვიდრე დეტალებზე გადავალ და ჩვენ აუცილებლად გვექნება ამის წინადადებას კი ბატონო, უბრალოდ სურმეებში მინდა რომ შევიდე კითხვების ფორმატში, დიახ, ბრძანეთ. იქ არის, კი ბატონო, იქ არის სიმართლე, სადაც კანონპროექტის მიხედვით კანცელარია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და დანარჩენი გადმოდის ჩვენზე, რაც კარგია, ჩვენზე ისედაც გადმოდის სხვა კანონპროექტების მიხედვითაც ეს პასუხისმგებლობა. მეორე იქ არის სიმართლე, სადაც საბჭო ქრება როგორც უფლებამოსილი ორგანო და კოლეგიური ორგანო და ჩნდება ერთი ადამიანი, რომელსაც ეკისრება საბჭოს უფლებამოსილება, თუ იქ, სადაც მკაცრ კრიტერიუმებს და პროცედურებს ითხოვდნენ და მიიღეს ეს მკაცრი კრიტერიუმები და პროცედურები და თურმე ძალიან მკაცრია, გამოსთ აღარ უნდა იყოს. და ვეუბნებით, კი ბატონო, ამაზეც ვილაპარაკოთ. თუ ეს მიგაჩნიათ, რომ არასწორია ეს გამკაცრება ესე პროცედურების და კრიტერიუმების, ამაზეც ვიმჟელოთ. არა, ეხლა ნამეტანია, ჩამკეტია და ღუპავთ ამით ქვეყანას. გუშინ იმით ღუპავდით ჩვენ ქვეყანას თითქოს, რომ არაფერი არ იყო, ერთ ფულცეზე ეწერა, თუმცა პრეზიდენტი რო წარმოადგენდა, მაშინ არ იყო პრობლემა, იმიტომ რომ ვინც აწყობდათ, იმას წარმოადგენდა. დღეს ასე რომ ვეღარ იქნება დაუშვათ. ანუ ეხლა აღარ არის. კარგით, ბატონო მამუკა. ამბობენ რომ ჩაიკეტა ამით სისტემა, თურმე გარედან შემოდიან რეალურად კანდიდატები უპრობლემოდ. მაგალითად, კახეთის კანონპროექტის მიხედვით ვერავინ ვერ შემოვა, გარდა იუსტიციის საბჭოში პროტექციონერი უნდა ნახოს ვიღაცა და პროტექციის ავტორი.
მოდი. თქვენ ახლა ისე დეტალებში შედიხართ, რომ მაყურებელი შეიძლება ვერ მოყვებათ, ამიტომ მოდით ნება დავხდეთ, რომ კითხვების ფონზე განვავითაროთ ჩვენ ეს საუბარი. მოდით პირველ რიგში მინდა ისე ერთი გამიკვირდა, რადგან წინასიტყვაობას შევეხეთ, ნინო, წინასიტყვაობას შევეხეთ, რატომღაც დღეს თეატრულუკიანის პასუხები გემწარათ და კითხვები გეტკბილათ, რატო არ გემწარათ, რატო არ აღნიშნეთ, რომ კითხვები არანაკლებ მწარი იყო და ეს არის ჩემი ტექსტების შეფასებით თუ დაკავდებით, მე მგონი არ იქნება მთლად თქვენი ფუნქცია, არც ბატონო, ნუ მიწყეთ. მე ხო არ მწყის ხოლმე თქვენი. ხო, ეს ხუმრობა იყო? რა ვიცი, თუ ხუმრობა იყო, კარგით, კი ბატონო. გაგვეცინა. კარგით. მოკლედ, მე მაინტერესებს თქვენ როდესაც თქვით, რომ თქვენგან წასულებმა გადააჭარბეს, მაინტერესებს ხომ არ მიგაჩნიათ, რომ მათ გადააჭარბეს იმიტომ, რომ თქვენს გადააჭარბეთ. ანუ თქვენ როგორც ისინი ამბობენ, აცდით იმ პირობებს, აცდით იმ ხას, რაც 2012 წელს საზოგადოებას, როდესაც მოვიდა ოცნება ხელისუფლებაში, დაპირდით, რომ პირველ რიგში სისტემას შეცვლიდით. თქვენ ამ პროექტით, როგორც ძალიან კვალიფიციური იურისტები ანალიზს აკეთებენ, როგორც არასამთავრობო სექტორი, ალბათ თქვენთვის არასანდო, მაგრამ ჩემთვის პერსონალურად სანდო ამბობს, თქვენ მიიღეთ და მხარს უჭერთ კანონ პროექტს, რომელიც სისტემას გადმოიბარებს, კი არ შეცვლის, არამედ გადმოიბარებს. აი, ამიტომ მაინტერესებს, როდესაც თქვენ ყოფილ კოლეგებზე ამბობთ, რომ მათ გადააჭარბეს, მე მაინტერესებს თქვენ კითხოთ, თქვენ მიეცით მათ თუ არა ამ გადაჭარბების საფუძველი, როდესაც თქვენს მათი თქმით გადააჭარბეთ კი არა, გახვედით საერთოდ იმ ზონიდან, რასაც ერქვა კეთილსინდისიერი პოლიტიკოსობა. კი. ისინი ამას კი არ ამბობენ მარტო, ნინო. ისინი ამბობენ ბევრად უარის, რასაც გადაჭარბებას ვარქმე მე. და სავსებით ობიექტურად. მოდი, ერთი წამით ორი თემა გავმიჯნოთ, ხშირად მიწევს ხოლმე მსგავსი ფრაზების თქმა, რომ გავმიჯნოთ თემები, იმიტომ რომ ორ თემაზე ერთად იმიტომ ის ლაპარაკი ყოველთვის არეულად ერთმანეთში, რომ რაღაცნაირად დააბნიონ ადამიანებს. ეს პოლიტიკური ხრიკია, აპრობირებული, არა მხოლოდ ჩვენთან გასაგებია, პოპულიზმის ნაწილია, მაგრამ ჩვენ მოდი ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ, თქვენი მე ჩემი და გავყოთ ეს თემები. თქვენ რაც ბრძანეთ, ერთი წამით დაუშვათ, რომ ეს ასეა ყველაფერი, ჩვენ საოცარი ცუდი რაღაცა გავაკეთეთ, დაუშვათ პირობითად. და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯები გადავდგით, სუბიექტური, აი დავიჯეროთ ყველაფერი. ეს არის თუ არა იმის საფუძველი, რომ გამოხვიდე და გუშინ ერთ გუნდში რომ იყავი და ყოფილ თანაგუნდელს რაღაცები პერსონალურად დააბრალო ყოველგვარი საზიზღრობა. ამის საფუძველი არის მაგალითად ბატონო მამუკა რომ კითხოთ მაგალითად რას გულისხმობთ? ოჯახური ბიზნესები აქვს სასამართლოშიო. მოისმინეთ ესეთი ფრაზები ამ დღეების განმავლობაში? თუ კი ვინმეს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ამის არ თქმა უფრო მეტი დანაშაულია და უხერხულობას ქმნის, ვიდრე თქმა, ბატონო მამუკა, ალბათ ამაშიც დამეთანხმებით. რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანი, რომელიც 10.000-ს იღებდა, რაც არის, მოდი ის ვთქვათ, კინო დავაბრალებ, ჩვენ ვიკავებთ თავს, რაც არის იმის თქმისგან, კორექტულობის გამო და ადამიანები იგონებენ რაღაცებს და 10.000-ს რო იღებდა ადამიანი საადვოკატო მომსახურებაში ნაციონალური მოძრაობის დროს, მეორე ადამიანს, რომელსაც თვითდანთვენდე თავის ძლივს გაქონდა და ყველა მითოდა ამის შესახებ, რომ აბრალოს, მაშინ დაალაგებული ქონდა შენ ნაციონალებთან ურთიერთობებიო, ეს არის სწორი? აი ამაზე შეიძლება წახვიდე და ეს დააბრალო ადამიანს? მიხვდით ხო რაშია საქმე? ამაზე ვლაპარაკობ. ის მთავარი თემა ერთ წამით რატო გადავდე, იცით? დამენახებინა რას კადულობენ ჩვენი გუნდიდან წასული ადამიანები, მაგრამ აი ხა აქ ვიღაცა მას დაუჯერებს, ვიღაცა მე დამიჯერებს, ვიღაცა სხვას დაუჯერებს და ეს საზოგადოების გასაკვეთებს აი გუნდიდან წასული ადამიანები გვეყოლება ჩვენ, კი ბატონო, და მას იქნება შესაძლებლობა რომ ამ კონკრეტულ საკითხს გამოგეხმაუროთ. მოდით მე ვისყავთ იმას სხვათა შორის არ უკადრებია. თქვენ დღეს ვისყავთ, მე მგონი გედიქავთ. გედის არ უკადრებია ასეთი და არც ველოდები გედისგან მსგავს. კი ბატონო, გასაგებია რომ თქვენ ეკაბესელიასთან გაქვთ პრეტენზია, მასაც აქვს თქვენთან, ასე რომ დღეს ჩვენ ეთერში, მაგრამ მოდით დავსვამ კითხვას, რაც ეხება მის პროექტს. თქვენ რაღაც დეტალები თქვით, რომ აი იმ პროექტს ეს ჯობია იმას და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი კონკრეტული საკითხი, რაც ფუნდამენტი იყო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს. მთავარი პირობა ღერძი, რატომ არ აღმოჩნდა თქვენს კანონ პროექტში, მაგალითად შემდეგი ამბავი, რომ მოსამართლე ვერ გახდება პირი, რომელიც მონაწილეობდა პროცესებში, რომლის შედეგადაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა ადამიანების დაპატიმრება ან დევნა და ეს რომ ასე იყო, თქვენ აღიარეთ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის
5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან დევნილი პირების შესახებ. ამით თქვენ მიდიხართ თუ არა უკვე ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობაში საკუთარ პრინციპებთან, როდესაც აი ამ პუნქტს არ დებთ თქვენს პროექტში. ჩვენ კანონპროექტში ხო? ნინო, თქვენ კარგად იცნობთ იმ კანონპროექტს, რაც ეს წერია? ვცდილობ რომ სიღრმეებში შევიდე. არც არის ამის ვალდებულება თქვენ. არა, როგორ არ არის, ვეცადე, აგერ ამოვეჭდილი მაქვს ყველა დეტალი. ბატონო? არა. ჩვენ კანონპროექტში არ წერია მეთქი ეს. ასეთი ფორმულირებით არ წერია. ამ ფორმულირებით არ წერია. შეზღუდვას თქვენ არ უწესებთ მოსამართლეებს, რომლებიც შენიშნულნი იყვნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. სხვა რამეს გეკითხებით, გავიგე, ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ ეს საიდანღაც ხომ მოიტანეთ იმ კანონპროექტიდან, რომელიც ეკაბესელებს შექმნა, ხო ასეა? თქვენ იცით რომ იმ კანონპროექტში არ წერია ძირითად კრიტერიუმებში? ეს? არ წერია ეს, ძირითად კრიტერიუმი. წერია ბატონო მამუკა, მე ამოვიღე. კი ბატონო, გავანებოთ ეკაბესელიას კანონპროექტს თავი. დავანებოთ ეკაბესელიას კანონპროექტს თავი. დავანებოთ თავი. ეს პრინციპი რატომ არ არის? არა, ეს პრინციპი ჯერ ერთი ეს არის. ვერ დავანებებთ ნამდვილად. მე მაინტერესებს თქვენ რატომ არ გაგიჩნდათ სურვილი, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინც ასამართლებდა ადამიანებს მათთვის დაგეწესებინათ შეზღუდვა, რომ მომავალში ისინი ვერ გახდნენ მოსამართლეები. გიხდით რა. გავიგე. არსობრივად გისვამთ კითხვა, სად რა წერია იმაზე კი არა. მე მინდა მივიღოთ თქვენგან პასუხი, თქვენ რატომ მაცდით მთავარ ხაზს, გენერალურ ხაზს, რითაც მოხვედით ხელისუფლებაში. ნინო. ეს თქვენი შეფასება რომ ჩვენ ავწვით მთავარ ხაზს, ტენდენციური ხართ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ბოდიში შეგიძლიათ რა ვქნა. თქვენ გონიათ რომ კი არა ავწვით. ეხლა არის კრიტიკული, გავიგე, კრიტიკული მომენტია. როცა ატყუებს ძალიან ბევრი ადამიანი საზოგადოება და ჩვენი ვალდებულება არ მოვატყუებინოთ. ამიტომ თუ შეიძლება ეხლა მომეცით ამასთან ამ კონკრეტულ კითხვასთან დაკავშირებით 2-3 წუთი რომ დეტალურად თქვენს განგიმარტოთ და ზანე, უბრალოდ მე მინდა პასუხი კითხვაზე თქვენ პროექტში მოდით, აი მე გეტყვით რა მაინტერესებს და არა, გაცლით ბუნებრივია, უბრალოდ არ მინდა სხვაგან წახვიდეთ. ვატყობ რომ სხვაგან მიდიხართ უკვე დასაწყისში. გავიგე, მე კით რატომ გინდათ რომ კითხვა ვერ გავიგე? იმიტომ რომ უკვე სხვაგან მიდიხართ. მე მაინტერესებს ეს პრინციპი თქვენ კანონპროექტში რატომ არ არის? არ მივდივარ, თქვენ გონიათ რომ სხვაგან მივდივარ და დამაცად იქნება არ მივდივარ სხვაგან. ზანეთ. ეხლა თუ მომისმენთ, ზუსტად 2 წუთში მიხვდებით რომ სხვაგან არ მივდივარ. მე რატომ დაგიწყდი იცი კითხვა? ეს არ წერია ეკაბესელიას მიერ შექმნილ კანონპროექტში ძირითად კრიტერიუმებთან. წერია ეგრეთ წოდებულ ფაკულტატურ კრიტერიუმებში, რაც ნიშნავს ფაკულტატურ, ანუ დამატებით კრიტერიუმებს, სადაც არის უბრალოდ გასათვალისწინებელ გარემოებად. მაგრამ წერია, ხო? რატო ვერ გაბედავ? მაგრამ წერია. ძირითად ხო და მაგას ვამბობ, არ წერია ძირითად კრიტერიუმებში. ანუ მაგრამ კრიტერიუმთა შორის წერია, ნახსენები არის სულ მცირე. თქვენ რატომ არ გაქვთ არსად? მე უფრო ეს მაინტერესებს. კრიტერიუმებში არ წერია, დამატებით კრიტერიუმებში წერია. თქვენ რატომ არ ჩაწერეთ, ეს მაინტერესებს. იმიტომ არ გვაქვს. ნინო, თუ დამასდით, რატო გამიბრაზდით, ნინო? რატო არ მინდათ ამას პასუხი მიიღოთ, ვერ მივხვდი. მინდა პირიქით. აი არ მაწყვეტინეთ. მინდა პირიქით, ბატონო მამუკა. ეხლა უნდა ვიბრძოლოთ 15 წუთი უნდა ვიბრძოლოთ მე და თქვენ იმისთვის რომ მე მოვიპოვა ლაპარაკის უფლება, ხო არ არის სწორი? ეხლა უყურეთ. მე მინდა რომ მიპასუხოთ კითხვაზე. ზუსტად იგივე მიზეზის გამო არ წერია ჩვენთან, რა მიზეზის გამოც ეკაბესელიამაც კი ისეთ პოპულისტურ კანონპროექტში როგორც მან შექმნა ვერ გაბედა ძირითად კრიტერიუმებში დაწერა. იმიტომ რომ ასეთი რაღაცები არ იწერება კანონპროექტებში. ასეთ რაღაცებს კარგი, ცუდი, საშუალო, ნებისმიერი სახის გაგებით იურისტები სოფლიოში ვერსად ვერ წერენ კანონპროექტებში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სისტემას ექმნება საფრთხე, ამ შემთხვევაში ხდება შეფასებითი კატეგორია ისეთი რამ, რაც შეზღუდავს ნორმალურ ფუნქციონირებას თავად ამ კანონის. ეს არის იურისტებისათვის უმარტივესი რაღაცა, ვიღაცისთვის რთული აღსაქმელი, ვიღაცისთვის მარტივი, მაგრამ ეს არის ის, რის გამოც ვერ ჩაწერა ძირითად კრიტერიუმებში ეკაბესელიამ. ამის ჩაწერის საშუალება ელემენტარული რო ყოფილიყო და ერთი პრეცედენტი მსოფლიოში მერწმუნეთ ეკა აუცილებლად ჩაწერდა ამას ძირითად კრიტერიუმებში. და თქვენ რატომ არ ჩაწერეთ ფაკულტატურ კრიტერიუმებში? მოით ასე დავსვათ კითხვა. ბესელიას კანონპროექტი გასულია, ჩავარდნილია, აღარ იხილება. მე უბრალოდ ეს კონკრეტული ელემენტი მაინტერესებდა. რითი? მოდით აუდიტორიას უთხარით, რა წერია ამ კანონპროექტში? ესეთი, რომელიც არაკეთილ სინდისიერ მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ ყოფილი ხელისუფლების დროს და
ახლაც არიან თქვენი ხელისუფლების პირობებში, არის ეჭვი რომ თქვენი ხელდასმით, რომ მათ აღარ ექნებათ, ეს ჰარტთოკის რეჟიმია. ჰარტთოკის რეჟიმია, ბატონო მამუკა, ალბათ მოგეხსენებათ, ასე ფორმატი არსებობს და ჩვენ საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა და მე ოპონირებას ვცდილობ ყველასი განურჩევლად იმისი ეს იქნება მდინარაძე თუ ბესელია. სწორედ ეს მაინტერესებს თქვენ გასაგებია მაშინ შეგაცნობინებთ რა გააკეთებთ საიმისოდ რომ თქვენ აღკვეთოთ მოსამართლედ არაკეთილს ინდისიერ მოსამართლებთა მუდმივი მოსამართლეობა. იმიტომ რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ჩავწეროთ ჩვენ კანონპროექტში რომ არ შეიძლება მოსამართლე იყოს ადამიანი რომელზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მას შეიძლება სუდი წარმოდგენა ქონდეს თავის სამშობლოზე. მე დავიტყავთ ფულზე მჯიხს და ვიტყვით ჩვენ რა მაგარი რაღაც ჩავწერეთ კანონპროექტში, როგორ შეიძლება სუდი წარმოდგენა ქონდეს და არ უყვარდეს სრულიად სხვაგან მიდიხართ. ასე გამარტივება არ ვიცი აუდიტორიის წინაშე, რამდენად ივარგებს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ის ადამიანები, ვინც არაკეთილს ინდისიერად იყვნენ ამ სფეროში, აღარ დარჩნენ მომავალში თან მუდმივი სტატუსი. ორგანომ, რომელიც არის წარმომდგენი დაუშვათ კონკრეტული მოსამართლის ამჟამად ამჩევი. და ფიქრობ, რომ აუდიტორიის სიმპათიას მოიპოვებთ, მე მგონია, რომ ეს ასე არ იქნება, თუმცა მე შემიძლია მოგცეთ ამის საშუალება უპრობლემოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ესეთი მკაცრი ოპონენტი თუ ვიყავით ხელისუფლების წარმომადგენლის ისტორიაში. რატომ არ უყურებთ პოლიტმერს? არც გასულ პერიოდში გიყურებიათ ამ გადაცემისთვის? არასდროს გიყურებიათ? ასეთი ფორმატი გვაქვს. პრესსამსახურისთვის გეკითხათ თქვენი. კარგით, ბატონო მამუკა, კარგით. მართლა ეს უხერხულია პირად კითხავობაში გადატანა. რესპონდენტო საუბარსო. კარგით, ბატონო მამუკა. კარგით. მოკლედ, მე მინდა. ანუ დავამთავრე პასუხი. შეიძლება? რას ამთავრებ უკაცრავად? ანუ ეს არის ჩემი რომელ კითხვაზე პასუხს? კი ბატონო, დაამთავრე. ჩემი აზრით, რომლის პასუხსაც თქვენთან ერთად სინქრონში ვსაუბრობთ. ანუ ეს არის პოპულისტური ჩანაწერი და სხვათა შორის მე თვითონ გიდასტურებთ რომ მსგავსი საკითხები და ასეთი საკითხები შეიძლება მოიფიქრო 100, 200, 150, არ ვიცი, ძალიან ბევრი რამდენიმე ათეული ან ასეული, რომელიც შეიძლება თქვა რომ ეს თუ არ ჩაწერე შენ ცუდად იქცევი. უამრავ არგუმენტს ისეთივეს ოდნავ უტრირებულს როგორც მე მოგიტანეთ მაგალითად, მაგრამ ასეთი რაღაცები მსგავს დოკუმენტებში არ იწერება, წმინდა პოპულისტური ჩანაწერია, მაგრამ ასევე გიდასტურებთ რომ როგორც კეთილსინდისიერება და კვალიფიცირება, რომელიც არის კრიტერიუმები, რომელიც იწერება მსგავს საკითხებში, ასევე არის კრიტერიუმები, რომელიც არ არის დაწერილი, მაგრამ მოდით მე მაინტერესებს პასუხი გამცეთ შემდეგ კითხვაზე. ასევე საქართველოს პარლამენტმა. მიგაჩნიათ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში, 9 წლიანი რეჟიმის პერიოდში სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი და იქ იყო მიღებული დიდწილად ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით პოლიტიკური გადაწყვეტილებები. უფრო მეტიც თქვენ არ თქვით, თქვათ ისე მკაცრად, ხისტად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი არ იყო. ეს იყო და ესე იგი სისტემის, რომელიც იყო დანაშაულებრივი, იმისი ჩვეულებრივი ერთი შემადგენელი ნაწილი პირადად ჩემ თავზე მაქვს დასაწყისშივე 2004 წელს ამ სასამართლოს კარგი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მოქმედება გამოცდილი, როდესაც ისეთ დანაშაულზე, რომელიც პრაქტიკულად არ ითვალისწინებდა პატიმრობას შემიფარდა სახვედის ღონისძიება და შემდეგ არ ქონდათ მაშინ კარგი მოჭერილი, როგორც სიტყვიან, სასამართლოსთვის მარწუხები იმ დანაშაულებრივ სისტემას და თვითონ ეხვეწებოდა რაღაცებს აკეთებდა. კი ბატონო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მძიმე სისტემა იყო? დამჭირდა, ჩემ თავზე კარ ფიქრობ, ეს არ არის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ასე არ ფიქრობ, ის იტყუება. შემდეგი კითხვა, ბატონო მამუკა, თუ შეიძლება. სისტემის ნაწილი არ იყო, ის ადამიანი იტყუება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ეხლა ჩვენ დღეს გადავიდეთ სახელებს და გვარებზე, რაც არ უნდა სხვაგან წავიყვანოთ საუბარი, დღეს ეს ამ შემთხვევაში იმ შუაშია, რომ ეს გასათვალისწინებელი გარემოებად შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ კანონი უნდა შევქმნათ ისე, რომ მან გრძელვადიან პერსპექტივაში, კონკრეტულ სახელებთან გვარებთან მიმართებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა სახელებთან გვარებთან დაკავშირებითაც უნდა იმუშაოს ერთნაირი წარმატებით. და ჩვენ რაღაცა საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტი, სხვა რაღაცა საკითხს არ უნდა მივაბად. ეგრევე შეცდომას დაუშვათ. ბატონო მამუკა, შესაბამისად, რაკიღაასე ფიქრობთ, მე მაინტერესებს, აი პირველი მოსმენით დღეს მიღებულ კანონპროექტში რა არის ჩადებული ისეთი, რაც საზოგადოებას დაამშვიდებდა, რომ ის, ვინც თქვენს მიგაჩნიათ,
თქვენივე სიტყვები, თქვენივე პარტიის მთავარი ლოზუნგი დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლობად არ აღმოჩნდეს მუდმივ მოქმედი მანტიით უკვე სამომავლოდაც, აი თქვენ რომ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, მერეც რომ არ დაგვიტოვებთ მემკვიდრეობით, აი ასეთი რა ჩადეთ ამ კანონპროექტში გარანტია. ეს იყო თქვენთვის მოცემული დაკვეთა ქართული ოცნებისთვის. დიახ, ეს იყო ჩვენთვის მოცემული დაკვეთა. და თქვენ რა გააკეთეთ? რაც შეიძლება გავაკეთილშობილოთ სისტემა. ეხლა ჩვენ რა გავაკეთეთ? როდესაც დეკემბრის თვეში ძალიან მოკლედ შესავალი ძალიან გხდა შემოწყვეტინოთ, დეკემბრის თვეში იყო ასევე დაკვეთა მათ შორის საზოგადოების აზრის ფორმირებაზე ყველამ თანაბრად მოახდინა გავლენა, რომ შედგენილი იყო მკაცრი კრიტერიუმები, მკაცრი პროცედურები ჩვენს შევასრულოთ. ეხლა რა იგულისხმება ამაში შალი სიტყვები რო არ იყოს და მართლა რაღაცა ტრაფარიტული. რამდენიმე ეტაპიანი პროცედურები გავაკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი კონტროლი იყოს ისეთი მკაცრი, რომელსაც არ აქვს მსოფლიოში ანალოგი. აი ამაზე ვლაპარაკობ და ეს იმსახურებს კრიტიკას. მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. იმ რამდენიმე ეტაპიან პროცედურას, რომელსაც გადის კანდიდატი. პირველი ყველას განსხვავებით მაგალითად სხვა კანონპროექტებისგან პირველი ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიტანოს და არა იუსტიციის საბჭოს წევრს მხოლოდ, არა რომელიმე მოსამართლეს ამ სისტემის შიგნიდან და ასე შემდეგ. ნებისმიერს. ამის შემდეგ ხდება კენჭისყრა ისე რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი არის აბსოლუტურად ამოწურული, თუ კი მაგალითად იუსტიციის საბჭოს წევრი დააპირებს რომ თვითონაც წარადგინოს და ნომინირება გააკეთოს საკუთარი თავის, ის ამ კენჭისყრებში მონაწილეობას საერთოდ ვერ იღებს. ეს მეორე. მესამე დადგენილია კონკრეტული კრიტერიუმები, გარდა იმ ფორმალური კრიტერიუმებისა, რაც ასაკს შეეხება და ასე შემდეგ. შემდეგ დადგენილია ქულათა სისტემა. ამ ქულათა სისტემის და შეფასების შემდეგ უკვე დადგენილია იმ რამდენი კანდიდატიც არის ორმაგი 2.5-ჯერ მეტი კანდიდატების შერჩევა. აქედან კიდე ამისი დაყვანა რამდენი ვაკანტური ადგილიც არის უზენაეს სასამართლოში ამ რაოდენობამდე და ამის შემდეგ კიდევ ახალი კენჭისყრა, რომელსაც ჭირდება 2/3 და ამის შემდეგ წარმოდგენა საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტში არის გათვალისწინებული ასევე პროცედურა. შემდეგ ეტაპი. წარმოიდგინეთ, რამდენი ეტაპს გიყვებით. კი ბატონო, მაგრამ აი ხა შემდეგი კითხვები მაქვს, შეიძლება. შემდეგი ეტაპი ეხლა მოვალ, აქამდე მოვალ პარლამენტში ვარ და აქამდე მომიყვანეთ რამენაირად. უყურეთ, ამის შემდეგ არის ღია საჯარო განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტში, სადაც დგება სამუშაო ჯგუფი და ასე შემდეგ, შეიძლება ეს გაიწელოს თვეები, წარმოიდგინეთ. და ამის შემდეგ გამოდის სესიაზე და სესიაზე გამოსვლის შემთხვევაში უკვე ინდივიდუალურად ჩვენ ამის გარანტია ზევიდან დავადეთ პოლიტიკური განაცხადი, რომ კონკრეტულ მოცემულ შემთხვევაში გრძელვადიან პერსპექტივაზე რომ არაფერი თქვათ, თუ კი რაიმე მანიპულაციას ექნება იქიდან ადგილი, აი ამდენ პროცედურაში თუ კიდევ მანიპულაცია გაიპარა და არასასურველი სახელები და გვარები, არასასურველი ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ და არ არიან იმ პრინციპებთან შესაბამისობაში, რასაც კეთილის ინდივიდუალობა, პატრიოტიზმება და პროფესიონალიზმი, აქ უკვე ინდივიდუალურად უყრით კენჭს და გარდა ამისა, იქ არის ერთადერთი თეორიული შანსი, როგორი თეორიული შანსებით ახლავს ყველა კანონპროექტს, ნებისმიერ დამისახელად ამ წუთასაც მოგაკეთდება და იგივე. მოდით აი ამ თეორიული შანსების მაღალ ალბათობაზე ვისაუბროთ. ეგრეთ წოდებული, ძალიან მნიშვნელოვანია ნინო, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საზოგადოებას. ახლა მონოლოგი არ არის, ბატონო, ეგრეთ წოდებული 4-4-3 შეიძლება. თუ შეიძლება. ავთავრებ, ეხლა ამ შემთხვევაში პოლიტიკური განაცხადი გავაკეთეთ, რომ ამ შემთხვევაში ასეთ სიას ჩვენ ჩავაგდეთ თუ მანიპულაციით. აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ კრიტერიუმები არის გამჭვირვალე, ხომ და ზოგადად აი ეს ამდენი ეტაპი ჩამოთვალეთ, მე ხეთ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნა, სადაც აი ეს კრიტერიუმები დეტალურად თქვენი ეტაპები, 5 ეტაპი არის განხილული და ყველას აქვს მინუსი დაწერილი პროფესიონალთა მხრიდან. მაგალითად, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ საბჭოს ხმათა 2/3-ით მე არ მithქოს რომ თქვენ არაპროფესიონალები ხართ, მე ვამბობ რომ პროფესიონალთა დასკვნას გიკითხავთ შესაბამისად თუ თქვენ თავად გეპარებათ ამაში ეჭვი და რაღაცა კომპლექსი ამოგვიტივტივი და ახლა ამ საუბრისას არ ვიცი, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მოდით ასე ვთქვათ. პროფესიონალების შეფასებაა და ისე გამოვიდა მეორე მხარეს თითქოს არაპროფესიონალები არიან. აუდიტორისთვის ვამბობ რომ მე ამას ეს ჩემი ჟურნალისტური შეფასებაც კი არ არის, ეს ჩემი ჟურნალისტური მოსაზრება არ არის, ეს არის პროფესიონალთა არგუმენტი, რომ თქვენ მთლიანად ამოგდებული ყავთ არამოსამართლე წევრების რეალური გავლენა, გაქვთ ამოგდებული ამ კონტექსტიდან, როდესაც ამბობთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხმათა 2/3-ით შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული. თქვენ ნინო, კი პასუხებთ ახლა.
იგივე საშინელება გვაქვს პარლამენტის რეგლამენტში სხვათა შორის ჩადებული, იგივე ამორალური რეგლამენტი გვაქვს, ჩვენ უნდა ვაღიარო ეხლა ფაქტიურად ძალიან დიდ. კი ბატონო, ეს ერთმანეთთან არაფერშუაში არ არის ამ წუთში კობახიძის პროექტი ვერ უზრუნველყოფს არამოსამართლე წევრების რეალურ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად მე დავასრულებ კითხვას, ითვლება ეს კანონპროექტი კლანის ინტერესებზე მორგებულად და კლანი სხვათა შორის ეს სიტყვა არ არის მხოლოდ საქართველოში მოქმედი პროფესიონალების შეფასება, არამედ უკვე ეს სიტყვა გაჩნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. ოღონდ ციტირება მინიშნებული იყო, რომ ციტირებაო. საზოგადოება რო არ დავაბრინოთ და მაყურებელი. კი ბატონო, თუმცა როცა იქ ხდება ციტირება, თქვენ ალბათ მოგიხსენებათ, რომ ეს უკვე ნიშნავს, რომ გაზიარება მეტნაკლებად ხდება აი ამ ტერმინს. ეთანხმებით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ციტირება ასე ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ ეს არის კლანი და კლანი არ არის. რომ წავიკითხოთ, ყოველთვის ასე იყო მიხეილ სააკაშვილის დროსაც კი, როდესაც ძალიან მწვავე შეფასებები იყო, ყოველთვის იყო სხვების ციტირებებზე, დიახ. გავიგე, შემიძლია გითხრათ? დიახ. ნინო, იპასუხოთ? დაამთავრეთ კითხვა. კი, კარგი, მადლობა. კლანი მე-19 საუკუნის ფენომენია, მეორე ნახევრის და ზუსტად ვიცით ალბათ სპერმა ადამიანმა, როგორი იყო, რა იყო ეს ნაცისაური და ოჯახის. სხვათაშორის მოსამართლე იყო ერთ-ერთი შემქმნელი ჯონსი თუ ჯოინსი აღარ მახსოვს ზუსტად გვარი, ეს გავიგე. გამოიკვლიეთ კლანის. კლანის ეტიმოლოგია გამოგიკვლიეთ სიტყვის და თვითონ ფენომენის ესე იგი. მანამდე მქონდა წაკითხული, რა ვიცი. თქვენ კი არ გაქვთ გავს წარმოგიდგენთ როგორ ჩას ჩვენზე, მაგრამ მანამდე მქონდა ადრე წინა ცხოვრებაში დაკითხული. ნინო, უყურეთ, ჩვენ აი წეგან დავიწყე გარკვეული ირონიით და მაპატიებს, ალბათ ამ ირონიას მაყურებელი ასეთივე საშინელება გვაქვს ჩადებული საქართველოს რეგლამენტში, რომ არ ითვალისწინებს რეგლამენტი ოპოზიციის აზრს იმ შემთხვევაში თუ 76 მეთხმას მოაგროვებს ორგანული კანონის კი. ასეთივე საშინელებაა ჩადენილი კონსტიტუციური კანონის და კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში თუ მაგალითად 113-ზე მეთხმას მიიღებს. ანუ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ იმ თემაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნა კანონი წინა პარლამენტმა, იმის წინა პარლამენტმა, კიდე იმის წინა პარლამენტმა და მოქმედმაც, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია საერთოდ ვერ ექნება გავლენა, სხვა რამეზე ვლაპარაკობ, სხვა რამეზე. დააგროვებს ორგანული კანონი. იგივე ლოგიკა, აი ხა გადავდივარ იქ. აი რაზეც ვლაპარაკობთ, იქ გადავდივარ, ეს არის მინიშნება მსგავსება არამოსამართლე წევრები თუ მოსამართლე წევრები ეს დღეს არიან ასე ამით ცდილობენ საზოგადოებამ მოატყუონ დღეს არის ასე ხვალ რომ სხვა აზრზე იყოს არამოსამართლე წევრები და მოსამართლე წევრები სხვა აზრზე იყვნენ ანუ რა პოზიციები რო გაცვალონ ერთმანეთში შემდეგ უნდა იდახონ მოსამართლე წევრებმა რომ მოსამართლე წევრების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია არ იქნება გათვალისწინებული და დავიღუპეთო და ქვეყანა დაიღუპაო არა ჩვენ ხედავთ პრაქტიკიდან გამომდინარე ბატონო მაღლა რომ არამოსამართლე წევრები აღმოჩნდნენ გაცილებით უფრო სანდოები გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ძალიან სერიოზულად ცდილობენ რომ სისტემაში მართლაც იყოს რეფორმა. ამიტომ არამოსამართლე წევრები არიან რაღაცა იმედების საზოგადოების აი ამ პროცესში. როდესაც აი აქ ამ ტიპის წუხილია ჩადებული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ რომ მართლაც და გამოდის რომ ამათ თუ გამოვაკლებთ კლანის ინტერესის გადასაწყვეტი. მე გვაჩნია რომ ანა დოლიძე გავიგე ანა დოლიძე არის დღეს გაცილებით სანდო ვიდრე რომელიღაცა მოსამართლე წევრი. ვიდრე მაგალითად მე ვფიქრობ. დაუშვათ შევთანხმდით ამაზე. ერთი წელი კი ბატონო ვიდრე მაგალითად თქვათ ამაზე შევთანხმდით და დაგეთანხმეთ. კარგით. მაგრამ ხვალ რომ აღმოჩნდეს ისე რომ ანა დოლიძე რომ გავა ამავე წურებავა და ის რომ მუდმივი არ არის. ზოგს გაისადგა. ხვალამდე ხომ უნდა მიხვიდეთ. ხვალამდე. ხო და უნდა მივიდეთ და მაგას ლაპარაკ ჩვენ კანონს წერთ და სადღე ანუ ერთჯერადი კანონი გაგიგიათ თქვენ ხო არ გაგიგიათ? და დღესაც მიმუშაოს და მრავალჯერადი მოხმარებით. ისეთი კანონი რატომ ვერ მოარგეთ? აი ასეთი კანონი დავწერო და აი ძალიან დიდი მადლობა ეს რომ მითხარით. დიახ. ნინო დავამთავრებ თუ შეიძლება რამდენი მოდი შევთანხმდეთ რომ ორ წელს მაინც დავამთავრებ ერთ გაჭრაში მართლა არ გიშლით ხელს აი რომ გადაახვევთ ნახავთ რომ თქვენ არ გიშლით მოსაზრებთ რომ დისკუსიის რეჟიმი იყოს არგუმენტების რეჟიმი იყოს მე გეტყვით თქვენ მივასრულოთ კი ბატონო მაგრამ მე თვითონ საშუალება მომეცეს მე მინდა რომ თქვენც აგიხსნათ დღეს აი დავიწყებ ესე კი ბატონო აი ორი წინადადება და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე დღეს ანა დოლიძე მოგწონს ვიდრე მეთოფიშვილი შევთანხმდით დაუშვათ ამაზე
ერთ ამოიწურება არ ვიცი მართლა არ მახსოვს უკაცრავად ვადები ერთ წელიწადში მეორე წელიწად ნახევარში პირობითად თუ სწორად მახსოვს და შემდეგ ანადოლიზის ადგილზე მოხვდა ისეთი ადამიანი რომელიც აღარ მოგვეწონა მეთოფიშვილის ადგილზე მოხვდა ისეთი ადამიანი რომელიც მოგვეწონა და შეგვჭა კანონი რომელიც მოვარგეთ ანადოლიზეს და დავუღუპეთ სასამართლო სისტემაც და ქვეყანაც რას ვაკეთებთ ამ დროს ანუ არ შეიძლება რომ მოვარგოთ კონკრეტულ ადამიანებს ისევე როგორც ოთო კახიძე მოარგო ანადოლიზეო თუ დაასახელებს კანდიდატს და კრიტიკულ შემთხვევაში მაინც დაჭირდება ნაზი ჯანეძაშვილისო მხარდაჭერაო შემდეგ აქ დაჭირდება ჩემი მხარდაჭერაო და სუბიექტური ინტერესებზე რომ ვლაპარაკო კონკრეტულ ანადოლიზეზე არ არის საუბარი ამას მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ბალანსია საუბარი უნდა და ჭირდება რომ თავისი სუბიექტური ინტერესები გაატაროს სასამართლოში სუბიექტური ინტერესებს როცა ვლაპარაკობ და ვიღაცების წყით ეს არის სუბიექტური თუნდაც პოლიტიკური ინტერესი რომ ბერკეტი სასამართლო არის მათი გადასახედიდან ბერკეტი დამოუკიდებლობის და სამართლის გარანტია კი არა ბერკეტი რომ რამენაირად ხელში ჩაიგდოს ზეგავლენა სასამართლოს აღარ ესმის უნდა ლიმიტი ამოიწურა ჩვენი ყურის კავშირისას თუ ყურსასმენი გაეთიშა ახლავე დაუკავშირდებით მას თუმცა ვიდრე დაუკავშირდებით მანამდე რომ მომეცეს შესაძლებლობა აი იმ არგუმენტის ორი დანარჩენი არგუმენტის ჩაკითხვისაც რაც არასამთავრობო სექტორმა შეაფასა მძიმედ და მოიტანა როგორც არგუმენტები აი ამ კრიტიკული არგუმენტები პროექტის რომელიც უკვე პირველი მოსმენით გავიდა პარლამენტში ნათქვამია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს შეუძლია მოსამართლეობის კანდიდატად თავის დასახელება როგორც ეს გიორგი მიქაუტაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთეს თუმცა ეს არ არის საკმარისი ნათქვამია მათ ყველა წვდომა ექნებათ ინფორმაციაზე კონკურენტების შესახებ შეუძლიათ მათ კითხვები დაუსვან მიიღონ მონაწილეობა კონკურენტებთან გასაუბრებაში ბატონო მამუკა დაგვიბრუნდა ესმოდა ჩემი როგორც ვიცი და აი სწორედ ამაზე მინდა გადავიდე სწორედ ამაზე მინდა გადავიდე როდესაც თქვენ ამბობთ რომ აი ძალიან დიდი მიღწევაა რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ თქვათ მოსამართლეობა დაასახელონ თავი როცა წვდომა აქვთ ყველა საჭირო ინფორმაციაზე არის თუ არა ეს უკვე არ დაუშვათ როგორ არ შეუძლიათ კენჭის ბაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ კი ბატონო პირველ ეტაპზე დიახ და რა ხამობდი იცით არ ვიცი მე რა მომენტში გაითიშა გავიგეთ რაც აღარ გაიმეოროთ ანუ ყველაფერი გავიგეთ არ გამითიში ხართ ბატონო მამუკა ბოლომდე გაცალეთ ვიდრე წერტილი არ დასვით გავიგეთ რაც თქვით მოდით შემდეგ კრიტერიუმზე გადავიდეთ როდესაც თქვენ თქვით რომ იქ გადაირჩევა რომ იქ მოხდება ძალიან გამჭვირვალე გადარჩევა აი აქაც აქვს წუხილი არასამთავრობო სექტორს და ძალიან სერიოზული შენიშვნა მაგალითად თუ შემოვიდა 100 განცხადებაო და 100 განცხადებიდან თქვენ უნდა გადაარჩიოთ 45-ო გეუბნებიან საბჭო შეიკრიბება არავინ იცის რის საფუძველზე ჩაატარებთ კენჭისყრას თქვენთან ასოცირებული საბჭო ასე ვთქვათ მოდით რის საფუძველზე ამჯობინებენ ერთ კანდიდატს მეორეს იმიტომ რომ მათ არც მოусმენენ და NGO-ები ამ გაუგებარი პროცედურის გასაუბრებით ჩანაცვლებას ითხოვენ ანუ იქ რომ ვიღაცები შეიკრიბებიან კანდიდატებს გადაარჩევენ შეიძლება ესეც ამ ეტაპზე როცა ეს მძიმე მდგომარეობაა სასამართლოში არ იყოს სანდო პროცესი რატომ არ ჩაიწერა იქ ინტერვიურების ღია პროცედურა, როცა იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველა კანდიდატის კვალიფიციურობის შესახებ, ესეთ ვიზუალური ღია ინფორმაცია. რატომ? ნინო, ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? ანუ საერთოდ ანრი ამბობდა უხანაშვილი ამ დღეებში გუშინ თქვა თუ არ ვწდებით თეთრი ფურცელი იყო და როგორ წარმოადგენდა ამდენი ხნის განმავლობაში საბჭო საერთოდ არაფერი არ ეწერა არანაირი პროცედურა და ეხლა ამ 5 6 7 ეტაპთან დაკავშირებით აი პირველ ეტაპზეო 100 და 200 და 500 თუ შემოვიდაო იქიდან ის 45 როგორ გადაირჩევაო აქო საშინელება ხდებაო წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოხდეს საშინელებაო ბატონო მამუკა ამას გეუბნებიან თუ გამჭვირვალე არ იქნებაო რა მნიშვნელობა აქვს თეთრ ფურცელზე დაწერთ უფრო ცუდ უფრო ცუდს გააკეთებს. ვარიღამ კარგი დაწერეთო გეუბნებათ არასამთავრობო სექტორი, რატომ არა ღია პროცესი, რატომ არა ინტერვიუირება ამიხსენეთ. რაღა უნდა დაწერო, აუხსენეთ საზოგადოებას, რატომ არ უნდა ჩააბაროს ნებისმიერმა მოსამართლემ ღია ინტერვიუირების პროცედურა, რატომ არ უნდა გაიაროს, ჩვენ რატომ არ უნდა ვიცოდეთ ვინ არის, ვირა წარმოადგენს. 500-მა, კი ბატონო, აი 500-მა. 500-მა კაცმა კი ბატონო. ამდენი ძალიან ბევრი თქვით ახლა თქვენ, მაგრამ თუნდაც 1000-მა. იმიტომ აი პასუხი 500-მა რატო
500-მა და 1000-მა გასაუბრება როგორ უნდა გაიაროს, აი პასუხიც არ მაქვს ისა, ნინო. როგორ გითხრათ, აი 1000 ყოფილა შემთხვევა, 1000 კი არა, რამდენი კანდიდატი ყავდათ ბოლო გასაუბრებაზე? 1000 არ ყოფილა შემთხვევა. არასოდეს არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. თქვენ ახლა ნებისმიერ თეთრი ფურცელი იყო. ვერ იქნებოდა ასეთი პროცედურებიც არ იყო და იმიტომ დღეს არის ბატონო მამუკა, ნახეთ რა ხდება თეთრი ფურცელი იმის იმეც სულ იძლევა რომ აქ რამე კარგი დაიწერება. კარგი დაიწერება. ამის იმედი თეთრი ფურცელი ვიდრე არის. მანამდე ჩვენ გვაქვს კიდევ იმედი და როცა იქ იწერება ის რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, აი აქ ჩნდება ძალიან სერიოზული პრობლემა. გავიგე, ყველაფერი გავიგე, ნინო, მეც მინდა რომ რაღაც გითხრათ. ეხლა რა შეა საქმე? აქამდე იყო პროცედურა, საბჭო წარმოადგენდა, არაფერს არ ეკითხებოდა არავის, ვისაც უნდოდა, როგორც უნდოდა და თქვენ წარმოვიდგინეთ, ამაზე გვიწევდა თქმა რომ კონსტიტუციურია და უბრალოდ არ არის სწორი ზოგადად და რატო არ იყო სწორი კანონით კი ვერ ვასაბუთებდით. უბრალოდ მართლა არ არის სწორი რომ არაფერი არ მოიმოქმედოს, გასაუბრება არ ჩაატაროს, არაფერი არ ქნას და ისე გადმოვაგზავნოს, უბრალოდ არა მორალურად არ არის სწორი და ზოგადად სამართლებრივად კონსტიტუციური იყო, ამის თქმა გვიწევს, იმიტომ რომ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა. ისევე როგორც არ ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტის მიერ წარმოადგენ ადამიანს, ვინც უნდა და როგორც უნდა რატო შეარჩია, პასუხსაც ვერ მოთხოვდი. დღეს ამდენ ეტაპიანი შერჩევის კრიტერიუმები გვაქვს და პროცედურები გვაქვს და ეხლა კითხვა ისმება რომ 100-დან და 300-დან და 700-დან რომ უნდა შეარჩიოს 45-ზე დაიყვანოსო, აქო გასაუბრებები ჩავატაროთ. რა გასაუბრებები უნდა ჩავატაროთ? თან როდესაც იმ წევრებს, რომელზეც წინა შემთხვევაში ლოგიკა იყო ამაში, ამ კითხვაში ხო არის ლოგიკა, რომ წევრებს, რომლებიც არიან წარმომადგენლები, უბრალოდ არ არიან მოსამართლე წევრები, იმათ აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომ ამ 45 კაცის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა და წეღარ манипуляციაზე გეუბნებოდით. თუ манипуляციით ისე დაალაგებენ იუსტიციის საბჭოს ამ შემთხვევაში, აი მოკლევადიან პერსპექტივაში, როგორ იმუშაოსო, მოსამართლე წევრები რომ ისე დაალაგებენ 4 ხმა 1, 4 ხმა 2 და 3 ხმა 3 და ასე გაიყვანენ მხოლოდ იმას, ვინც თავად სურთ უკვე ამ სიას უკან ვაბრუნებთ, აი მოკლევადიანი პერსპექტივის რეცეპტი. პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ აგერ გიდასტურებთ და გიფიქსირებთ. არ მეშინი ამის, იმიტომ რომ ნამდვილად ამის გაკეთებას ვაპირებთ და ვერ და არ მოვიტყუებით, რომ ასეთ სიას, რომელიც იქნება манипуляციით, დავაბრუნდეთ უკან. ეხლა გნებოთ კიდევ შეგიძლია დამიცვათ იმათი მხრიდან შეკითხვა, რომ თუ იქნება 600 ადამიანი დაუშვათ, რაც ქვია ყველას გაისაუბრო და არ წარმოუდგენელ ამბავზე მივდივართ უკვე და ისეთ რაღაცაზე მივდივართ, რაც ბუნებაში არ ხდება და უპრეცედენტოა რომ ამბობ. ირაკლი კობახის დაწყებული უმრავლესობის თითოეული წევრი დამთავრებული, იმიტომ უპრეცედენტო რომ ამდენი პროცედურა და ამდენი კრიტერიუმები სოფლიოში არ არის და მაინც კრიტიკას ვიმსახურებ. მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმის ნაწილია ეს კრიტიკა და მთავარი ორი წინადადება, რითაც მინდა დავასრულოთ ვამთავრებთ ჩემთან ერთად. რა უნდა აბა იმ ხალხს, ალბათ მაყურებელს კითხვა აქვს და თქვენ არ მეკითხებით, მაგრამ მაყურებელს აქვს დარწმუნებული ვარ, ხშირად მეკითხებიან ჩემი ამორჩევლები, როდესაც მაგალითად სამაჟორიტაროში გავდივარ, რა უნდა იმ ხალხს სუბიექტური ინტერესი რაში მდგომარეობს, როგორც მინიმუმ იმაში მდგომარეობს და წეღანაც ამბობ და უფრო ხაზგასმით ვიტყვი, რომ სასამართლოზე ზეგავლენა არის ბერკეტი მათთვის. მაგალითად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ვერც წარმოუდგენიათ სხვანაირად. თქვენ წარმოვიდგინეთ მურუსიძე როდესაც გახდა იუსტიციის საბჭოს დივანი, ხმა არ ამოუღია არც ერთ მათგანს, იმიტომ რომ ფიქრობდნენ რომ ისინი რაღაცნაირად სასამართლოს როგორც კი ზეგავლენა ვეღარ მოიპოვეს, იმ წუთას დაუწყეს ბრძოლა და სუბიექტური ინტერესები ნიშნავს გავლენის მოპოვების ცდილობას და იმას მე რაში გამოიყენებენ დამატებით. ეს საარჩევნო თემა იქნება, ეს იქნება მათი პოლიტიკური ვიწრო მერკანტილური მიზნების განხორციელება თუ კორუფცია თუ ნებისმიერი უბედურება, ეს მე მათი ამბავია, ეს უნდათ და ამას ვერ დაუთმოთ. არ დაუთმოთ სასამართლოს დამოუკიდებლობას. რაც უნდა დღეს ტალახი გესროლოთ, ეს იქნება ასე. რაც უნდა მაღალფარდოვანი სიტყვებით ილაპარაკოთ. რომელიც პასუხობდა კითხვებზე. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ოპოზიციას უმასპინძლებთ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოსთან, თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობიდან. დროებით. პოლიტმეტრი დაბრუნდა ეთერში, ჩვენი შემდეგი სტუმარი გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. სამშვიდობისა ბატონო გიგა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ პრინციპში სასამართლოზე უნდა ვისაუბროთ, თუმცა ამ წუთებში ვიცი რომ ჯერ კიდევ ტრიბუნალთან დგას თუ არ ვწდები იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში. თქვენ გქონდათ ისეთი საინტერესო გადაძახილი ერთმანეთთან. ბრწყალებში რომ ჩავსოთ, შტაბ-ჭრილების, როგორი შტაბ-ჭრილების ქვეშ ხართ, მაინტერესებს იუსტიციის მინისტრის აი ამ კონკრეტული ხედვებით
ტრადიციული, ანუ არაფერი მოულოდნელი, ქალბატონი ცოლკიანი არის, შეიძლება ითქვას რაღაც ეს გამოთქვამი ხო, გულის გულია, ბაჯაღლო წარმომადგენელი არის ივანიშვილის გუნდის, ანუ 3/4-ზე მეც თავისი გამოსვლის იმაზე რა გააკეთა მინისტრმა, რომელიც 7 წელია ხო თანამდებობაზეა, უთმობს ოპონენტების წარსულის პირდაპირ ვთქვათ ლანძღვას. თან აი ისეთ სიამოვნებაც ხდება სამაში, რომ ხელი შეშლა არ მოგინდება ადამიანს, მაგრამ რეალურად ესე თქმა უნდა ტრაგიკული ვითარებაა ქვეყნისთვის. არა, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები ქალბატონ ცოლკიანს 11 საკითხში 10-დან. არამედ იმიტომ რომ მისი ფოკუსი დღესაც კი ისე როგორც კლიანტ ამ გუნდის არა მარტო გზავნილში, მათ PR ტექნოლოგიაში, არამედ ამ შემთხვევაში ცოლკიაში გულწრფელად. მისი გული არის მხოლოდ იქ. არა, ქვეყნის სამსახურში ან იმ ამოცანების გადაჭრაში ისაც აირჩიეს. არამედ იმათ განადგურების აღწერაში ან იმათ ლანძღვაში, ვინც მას პერსონალურად პოლიტიკურად ზძულს. და თქო უნდა მე უკვე როცა კონკრეტული კითხვები იწყება, აქ კასკადი გვაქვს 5 ფარი სიცრუის და უბრალოდ კითხვაზე პასუხის გარწების. თუმცა კონკრეტულ კითხვებზე ბუნებრივია ძალიან პოლიტიკური კითხვებიც არსებობს და ყველა კითხვა პოლიტიკურია, საერთოდ ჯამში არ არსებობს, რაც საქმიანი კითხვები ხო თქვა რა ხდება ამ მიმართულებით და რატო არ არის მაგალითად 22 დატოვანშვილის სიაზე მუშაობაზე გითხრა რა პრობლემა აქვს ხო რატო ვერ ხვდებიან ამ სიაში რუსეთის ოფიცრები ან რატო ვერ ხვდებიან ის პირები ვინც ფირზეა აღბეჭდილი 22-ის კვლევების დროს. ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის შემაკავებელი ეფექტისთვის ჩვენი მოქალაქეების წინამდე ძალადობის საქმეში ხო რომელიც კიდევ ერთი ტრაგედია გქონდა ცოტა ხნის წინ სადაც სავარაუდოდ იგივე სურათი გვაქვს. ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად გვესმის ისევ კასკადი ლანძღვის, თუ პასუხი არ არის. იგივე შეიძლება ითქვას არჩევნებთან დაკავშირებით და იმ ფუნდამენტურ კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიულობას არჩევნების, საწყალთია საკონცო ფიგურა იყო, მე ხა მიკერძობილი ვარ ჩემ კითხვებზე საუბრობ და სხვა ყველა თემაზეც იქნება ეს კერძაია საქმე, ყოფილად მისი ამ უცხოელჩობის კომისიის ქვეშ უნდა ყოფილიყო, მისი უწყების მუშაობას, იმას რომ სამოქალაქო სექტორთან მთლიანად მიუხედავად მათი რაღაც მიმართულებისა, საერთოდ კომუნიკაციას ვერ ახერხებს და ჩამოერთვა ღია პარტნიორობის პროგრამა, იმიტომ რომ ყველა მთქო რომ მასთან ვერ იმუშავება. ამ მთელი სპექტრია საკითხების რუტინული, ფუნდამენტური პოლიტიკური საკითხები, არ ვიცი, არ მინდა გავამორჩეს რომელზეც პასუხად ვიღებთ მხოლოდ ლანძღვას. ოდნავ-უტრირებას ვახდენთ. ეს პრობლემა არა იმიტომ რომ თქვა ლანძღვის ატანა რთულია ჩვენთვის, ეს ნაწილია პოლიტიკური ცხოვრების ყველა ქვეყნებში და ჩვენთან განსაკუთრებით, ხო, ჩვენი ხელისუფლებისგან. პრობლემა ის არის რომ ჩვენ ხელისუფლებაში დღემდე ყავს ხალხი, ვინც მთლიანად ამაზეა ფოკუსირებული და არა საქმეზე და მოქალაქეების სამსახურზე. ჩვენ ვიცით რომ აი თემამ რომელიც დღეს პირველი მოსმენით იქცა რაღაცა ტიპის უკვე ოფიციალურ დოკუმენტად თემამ სერიოზული პრობლემა გამოიწვია უმრავლესობის შიგნით მოსამართლესაც საკითხმა რამდენიმე დეპუტატი დაემშვიდობა უმრავლესობას კენჭისყრის პროცესში ბოლო დღეებშიც ჩნდება რაღაცა პროტესტის ნიშნები ანუ არ წარიმართა მოსამართლეების თემის გამო კარგად საქმე უმრავლესობაში ხომ სულ მცირე როგორ შთაბეჭდილება გრჩებათ შეცვალა რამე აი ამ შიდა პროტესტმა გუნდის ხედვაში, ივანიშვილის ხედვებში, რომელიც პრინციპში ამ გუნდს ლიდერობს და არაფერი არ შეუძლია. დღეს რა კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მოხდა, ხომ? აი ეს მაინტერესებს, აი ამ კანონპროექტში რამე აისახა, თუნდაც შიდა გუნდური პრობლემების განმარტოებული. არსებითი არაფერი. არა, სამწუხაროდ არსებითი ეს იმდენად საკვანძო ამოცანა ივანიშვილისთვის, რომ იმ გუნდს თუ კლანს როგორც უწოდებენ რომელსაც კონტრაქტი აქვს ხელისუფლებასთან, რომელიც უგვარებს, თქო, ორგანიზაციულად, ლოგისტიკურად მორჩილებას პოლიტიკურად მისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, რომ კონდეს კომფორტი, ანუ ისე იყვნენ წარმოქმნილი როგორც მათ სურთ, რომ დეტალებშიც კი უზარმაზარ წინამორბედს წევენ, იქაც კი საერთაშორისო წლეხი არის და მაქსიმალურად ცდილობენ არაფერი არ დათმონ. რაღაცები შეიძლება დათმონ, მაგრამ პრინციპულად მთელი მოდელი მორგებულია იმაზე, რომ ამ ჯგუფს, რასაც ჩინჩალაძე მურუსის ჯგუფს უძახიან, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ გვარებს და იმ ხალხს, ვისაც აქვს რაღაც ეს ნეტვორკი, ასე ვთქვათ, ქსელი შიგნით და რომელმაც ეს სერვისი შესთავაზა ბატონ ივანიშვილს და მე ეს კონტრაქტი გაფორმდა, აი ვის გვერდზეც ის დადგა თავის დროზე, ამ ხალხს როგორც მათ სურთ, ისე ქონდეთ მორგებული ეს ყველაფერი. თუმცა მარტივი მაგალითებიც არსებობს, ხო, მაგალითად, აი უმარტივეს საკითხი, ხო, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული, ხო, დიდი ბრძოლის შედეგად დაუთმეთო ის, რომ თვითონ ვისაც ირჩევენ, თუ ის უმაღლესი საბჭოს წევრია, საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება არ კონდეს. ეს რაც გარღვევაა. მაგრამ ის რომ ზოგადად თუ ადამიანი ამ კონკურსში მონაწილეობს, ის გამოეთიშოს პროცესს, იმიტომ რომ ინტერესია ხო, რომ სხვები ჩააგდოს, გაურიგდეს სხვებს. თუ ორნი იღებენ მონაწილეობას ან სამი, საერთოდ ერთმანეთს გაურიგდნენ, ერთმანეთს მიცენ ხმა. ხო, მარტივი წესია, ხო, რომ საჯი შეიძლება საჯი იდეალური არ იყოს.
მაგრამ საჯი თვითონ არ შეიძლება ერთ-ერთი გუნდის წარმომადგენელი იყოს, ხო თვითონ კონკურენციაში იყოს. აი ამ საკითხსაც კი ართმობენ. და ფენომენალური პასუხობენ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება თურმე ინტერესთა კონფლიქტის შეზღუდვა. თუ იქ არ წერიაო ეს. რაღაც აი აბსურდი. მაგრამ უფრო დიდი საკითხები რაც არის, რომ პარლამენტს კონდეს შესაძლებლობა რომ ფართო სპექტრის კანდიდატების განხილვა შეძლოს, ანუ იქ არსებულ უმრავლესობას დღეს რომელიც ამ კლასს წარმოადგენს, არ შეეძლოს დაბლოკვა პარლამენტამდე კანდიდატურების მოსვლის ამას რა თქმა უნდა ართმობენ და არც იმ საკითხს და ეს არის პრინციპული საკითხი ევროპული საქართველოს შეთავაზების და არც მეორე საკითხს რომ იყოს პროცედურა რომელიც მოინდომს რომ მაღალი კონსენსუსი იყოს მოსამართლის დანიშვნაზე, ანუ ყველა პოლიტიკური ჯგუფი დაალაგდეს, ანუ უმრათი უმრავლესობა, მაღალი ქორუმი იყოს, ამ პროცედურასაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენ როდესაც თქვენამდე ეთერში იყო ჩვენთან მამუკა დინარაძე, ერთ-ერთი ინიციატორი ამ კანონპროექტის და მან ჯერ ერთი ყველა ოპონენტს შემოგითვალათ რომ არ დაგითმობენ სასამართლო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, მოკითხვა ამ ფორმით, კი ბატონო, ასე დაასრულა რომ ჩვენ არ დაუთმობთ დამოუკიდებელ სასამართლოს არავის და თან თქვა რომ თეთრი ფურცელი იყო ამ დრომდე ეს ყველაფერი და ჩვენ რაღაცას ვცდილობთ რომ ეხა კრიტერიუმები დავადგინოთ და ამ პროცესში ვართ და ამ პროცესს უშლიან ხელს რაღაცა ესეთი კონტექსტი იყო. იცით რა არის, ხო, ბოდიში გაგაწყვეტილეთ ამ კითხვა ხო არ იყო? არა, ბრძანეთ, დიახ. გაგიზიარეთ პოზიცია თქვენ წინამორბედის სტუმრის. ყოველთვის მახსენდება ეს სულისკვეთება, რაც ქალბატონ წულუკიანმა ესე პირდაპირ თქვა, მაგრამ აი ეს განცხადებაც ირიბად იგივე ესე იქო არის, რომ არ დაგიცნობთ არავის. ქალბატონ წულუკიანმა თავის დროზე თქვა, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ყოფილი ხელისუფლებაო, ანუ დღეს ვინც ოპოზიციაო, ის ვეღარ აკონტროლებს ხელისუფლებას სასამართლოს. აი ესეთ გარღვევა მაქვს, ანუ ეს შეიძლება მე ჩვენ ხუმრობდით ამ თემაზე, რომ ყველა ავტორიტარულ რეჟიმში შეუძლია თქვა, რომ ჩვენთანაც ასეა, ყოფილი ხელისუფლება კი არ აკონტროლებს სასამართლოს, მოქმედი აკონტროლებს. ანუ ეს შემოთვლაც ეს არის, რომ არ დაგითმობთ, აქ სწორედ იმაზეა საქმე, რომ საქმე დასულიყო წინ. გავიგეთ, რომ ეს პრობლემა იყო სერიოზული პრობლემა სასამართლო დამოუკიდებლობის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის საბჭოთა რეჟიმზე არ ვსაუბრობ, ხო ის ჯოჯოხეთური სისტემა იყო, ხო? და ეს ამ თვალსაზრისით ვერავინ ვერ მოახდინა გარღვევა, იყო პროგრესი არსებითი კორუფციის თვალსაზრისით და პრობლემა არის დღეს, რომ ის მაგალითად წავსულიყავით წინ, წავედით უკან, რომ იქ არის კლანი, რომელიც ევაჭრება ამ თვალსაზრისით, რომ მას როგორც ჩევენაძის დროს იყო სულს, რომ კონდეს გავლენა მიმდინარე რუტინულ ამბებზე და იქ ყველა ვიცით საერთაშორისო დასკვნებით დაწყებული ბიზნესმენების წუხილები და მოქალაქეების განცხადებები დამთავრებული კორუფცია დაბრუნდა, მაგრამ პოლიტიკურ საქმეში ჭირდება ხელისუფლებას და განსაკუთრებით ივანიშვილს და მის უშუალო გარემოცვას იქ ყველაფერს გაუკეთებს. და ამის გაცხადება ხდება აი ესეთი თავგანწირული დაცვით კონკრეტული ფიგურების, აი ამ ხალხის, ვინც დღეს იქ არის, ხო, ამ კლანის წარმომადგენლების, რომლებიც აკეთებენ უტიფარ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც მოსამართლეების პროფესიასთან ფუნდამენტურად კანონით შეუთავსებელია. სხვა შორის ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვს, იმიტომ რომ ეს არის უნდობლობის და ჩამოცილების საფუძველი მოსამართლეებიდან, როცა მოსამართლე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ხო, ამ ტიპის განცხადებები დინარაძეს უბრალოდ არის გადასტურება, რომ ხო, ჩვენ ვაკონტროლებთ და არ დაგითმობთ. ეს არის განცხადება, ეს არის და ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის და ეს პრობლემა გადაწყდება ალბათ ეხლა უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ან გაუწევოთ ეს პროცესი, ან რის დათმობასაც დავათმობინებთ, რასაც დავათმობინოთ, მაგრამ არსებითად ამ პროცესის შეცვლას ისე როგორც თავის დროზე კორუფციის როგორც მოქმედების წესის შეცვლას ხელისუფლების აპარატში მთლიანად მათ შორის სასამართლოში სჭირდება ცალსახა პოლიტიკური ნება. და ამას გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება დემოკრატიული წესით არჩეული, როცა მას ექნება, მე იმედი მაქვს ასე იქნება, პოლიტიკური ნება, რომ ეს ამოცანა შეასრულოს. მანამდე ჩვენ ვართ ამ ბრძოლაში, რომ შევაფერხოთ ეს პროცესი ან რაღაცეებში ხელი შეუშალოთ, არ გვაქვს ილუზია, რომ ისინი დათმობენ ძალაუფლების მთავარ ინსტრუმენტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ ამ თვალსაზრისით შევაწყოთ და ამისთვის ევროპული საქართველო ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული წინადადებით, ანუ კონკრეტული წინადადებით, როგორ ჯობია იყოს სისტემა მოწყობილი დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც კი. აი პირველი მოსმენით რაც იქნა დღეს მიღებული, თქვენ რა შეგიძლიათ აი ბუნებრივია ჩვენი აუდიტორია ხა დეტალურად ვერ კითხულობს, ხომ? გისმენთ თქვენ, გისმენთ ხელისუფლებას. არ მინდა რომ გადავღალოთ დეტალები. ჩვენ დეტალებში პრინციპში შევედით მამუკა დინარაძესთან ერთად რაღაცა კონკრეტულ საკითხებში, თუმცა თქვენთან ახლა აღარ მინდა ამ დეტალებში ჩავღრმავდე. მაინტერესებს შეფასება. პირველი მოსმენით რაც მიიღო დღეს საქართველოს პარლამენტმა, ეს კანონი როგორია? ეს კანონი არის მორგებული დღევანდელი სტატუს კვოს შესრულებას და კომფორტში ყოფნას იმ ჯგუფისას, რომელიც უსრულებს ხელისუფლებას და ივანიშვილის დაკვეთას. მოკლედ რომ გითხრათ ეს. ანუ მურუსიძე ჩინჩალაძის ეგრეთ წოდებული ჯგუფი, ხო, ეგრეთ წოდებული კლანი. ამ კანონით, თუ კი ეს იქცა უკვე სამოსმენთ კანონად, ეს ჩვეულებრივად შეიძლება ისევ მიიღოთ იგივე სია, ისევ იგივე ტიპის კრიტერიუმებით შერჩეული და რაზეც იყო ამდენი დავა, ჩვეულებრივად გაფორმდეს უკვე. ან რაღაც სახეცვლილი მათ ხელში არის პროცესი მთლიანად. ანუ პარლამენტამდე ვერც კი მოვა ისეთი კანდიდატურა უზენაეს სასამართლოს მოსამართლის, რომელიც მათ არ სურთ.
რომ მიხვდეთ აი მარტივად. ანუ პარლამენტი ხო გადაწყვეტ სიტყვა და ისინი ხო თითქოს მხოლოდ ნომინაციით არიან დაკავებული. რეალურად დღევანდელი მოდელით პარლამენტს შანსი არა აქვს ჩემი გაგებით ნორმალური მოსამართლე დანიშნოს. ბატონო გია უკაცრავად აი მათია წულუკიანი აკეთებს ახლა განცხადებას მედიისთვის განცხადებას თავის შეფასებებს თქვენთან საუბრის დეპუტატებთან კითხვა-პასუხის შემდეგ მინდა რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ და შემდეგ დავბრუნდეთ თუ შეიძლება ეთერში. ამ საკითხთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასა დანაშაულებს ოჯახი ფატინაძის ოჯახი და დიმიტრი დარბაისელი ესეთი იყო ციხის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელი ასევე კახაბერ ბებია. ამ ორ ადამიანს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს ერთ-ერთი მჟავდებული შოთა შანიძე და ამან წერილიც გამოგიგზავნით თქვენ. რა პასუხები გაქვთ? ბატონმა შოთა შანიძემ წერილი როგორც ბერმა პატიმარმა აგზავნიან, რა თქმა უნდა, მინისტრის სახელზე წერილებს, მე ამ წერილებს ვეცნობი, მაგრამ როცა პრეტენზია არის გამოძიებაში შეგროვებულ მტკიცებულებებთან, იქ იუსტიციის მინისტრთან წერილი კი არ უნდა მიიწეროს ადამიანმა, არამედ უნდა მიიწეროს პროკურატურაში და მე ვიცი, რომ ბატონმა შანიძემ ეს წესები ჩვენსავით კარგად იცის და მას მიმართული აქვს კომპეტენტური უწყებებისადმი, რომელთაგან პასუხი მიიღო თუ არა, ეს ჩემთვის უცნობია. ქალბატონო თეა ასევე კითხავთ სახალხო დამცველს აქვს ესეთი რეკომენდაცია დეკანოს მამალაძესთან დაკავშირებით, რომ მან კურნალობა გააგრძელოს სამოქალაქო კლინიკაში. თქვენ თუ აპირებთ ამ რეკომენდაციას და აკმაყოფილოთ ეს რეკომენდაცია და ჩვენ რეკომენდაცია მივიღეთ სახალხო დამცველის, ვეცნობით ამ რეკომენდაციას თან ახლავს ორი სხვადასხვა სამედიცინო ექსპერტის შეფასება, რომლებიც სხვადასხვანაირია, ზოგ ნაწილში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. გავეცნობით ამ დოკუმენტებს და რა თქმა უნდა სახალხო დამცველთან ტრადიციულად გვექნება პოზიციების შეჯერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჯობს პატიმრის საუკეთესო შესაძლებელია რომ გადაიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. გამიგორო პასუხი. კითხავთ პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით კითხავთ, მან კიდევ ერთხელ განაცხადა პირველის ეთერში, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები, კერძოდ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებთან მიმართებით და ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზეც ცხინვალი დაბრუნდა სააკაშვილმა, როგორც მან განაცხადა და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით, რის შემდეგაც აიწყო საუბარი, რომ შესაძლოა კიდევ დამატებითი ფორმატი შემუშავდეს. თქვენი პოზიცია როგორია? მე ბევრჯერ ვთქვი დღეს განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე პასუხს ვაგებ იმ პასუხისმგებლობებზე, საქმეებზე და თემებზე, რომლებიც განეკუთვნება ჩემი კომპეტენციის სფეროს და ამაზე მე პასუხს ვაგებ ბოლომდე. არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც, მანამ ვიქნები ამ ქვეყნად. ასეთია სამართლებრივი და პოლიტიკური მიდგომა, რაც მე გამაჩნია. რაც შეეხება სხვა ადამიანების ნათქვამს, განცხადებებს, ქმედებებს, გამოძიებას, გამოუძიებლობას, რომლებიც ჩემს პასუხისმგებლობის სფეროს არ განეკუთვნება, რა თქმა უნდა, მე არ ვარ მზად, რომ ამგვარ თემებზე, რაც მე არ გამეკუთვნება, ვაგო პასუხი. რაც შეეხება მე განმარტებ დღეს, რომ არა მხოლოდ მისი განცხადება, არამედ ნებიესმიერი ჩვენგანის განცხადება იქნება ეს მინისტრი თუ ჟურნალისტი, რომელიც ეხება აგვისტოს ომს. რა თქმა უნდა, მხარემ, მეორე მხარემ შეიძლება გამოიყენოს ჩვენი მხარის წინააღმდეგ, მაგრამ მხარე ამას გააკეთებს თუ არ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის ვერ იქნება ცნობილი, როდესაც კითხვას მისვამენ, ხომ გამოიყენებს, მე არ ვიცი გამოიყენებს თუ არა, ეს არის ჩემი პასუხი და თუ გამოიყენებს ამ და სხვა განცხადებებს, რომლებიც ყოფილა სხვადასხვა საჩოთირო პოზიციები და ეს მხოლოდ ქალბატონი სალომესთან მიმართებაში არ ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მეორე მხარის მიერ დაყენებულ უსაფუძვლო არგუმენტებს დაუპირისპიროთ, არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ მტკიცებულებები და დღეს მე მოკლედ ჩამოვთვალე ის 700-ზე მეტი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს, რომელიც წინა ხელისუფლებას უნდა ეგროვებინა, იმიტომ რომ ომის დროს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ რეალურად დოკუმენტებიც კი არ დატოვეს და სანთლით ვაგროვეთ ჩვენი 6 წელი მტკიცებულებები, რომ მათი გაფუჭებული საქმე გვესწორებინა და რუსეთს ღირსეულად დავპირისპირებოდით და ასევე ვაპირებთ მომავალშიც, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ იმისთვის, რომ თუ კი რუსეთი უსაფუძვლო არგუმენტებს დაგვიყენებს, ჩვენ ეს არგუმენტები
გავაბათილოთ, როგორც გავაბათილეთ მაგალითად ისკანდერის ნაწილში, როცა გვეუბნებოდა, რომ გორში ისკანდერი არ ჩამოვარდნილ. ეხლა გააკეთა განცხადება, ანუ აი ვიდრე გამიხვიდეთ თქვენს, მოისმინეთ, რომ თინა ბოკუჩავას განცხადებაზე მათ თქვა, რომ თქვენ აშანტაჟებით არა პრემიერს, არა აშანტაჟებით ვიცხლია ივანიშვილს, იმიტომ რომ იცით თქვენ ბევრი რამე. რა იცით და რა არ იცით, თუნდაც რუსთავიორის საქმეზე და მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრი საფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი khალია. ეს ვიცი. თავარი კითხვა, ბიზნა ივანიშვილს აშანტაჟებს რომ ეს არის მისი ინტერპრეტაციები და ნუ მას ჭირდება რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვილი რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები. საქართველოს დროინდელი კადრები, პენტენციური დაწესებულებები. სასამართლოსთან ის პროკურატურას უცხადებს იუსტიციის მინისტრის განცხადებების იმ ნაწილს, რომელიც ახლა თქვენ ვერ მოისმინეთ, ახალი ამბები შემოგთავაზებთ, რაც იქნება მნიშვნელოვანი გიგაბოკერიას უბრუნდებით და მინდა რომ შეჯამება ვთხოვოთ თუ კი რაიმე გამოხმაურება. სხვათა შორის საინტერესო იყო რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ირიბად, მაგრამ საჩოთი რო უწოდა თეატრულუკიანმა. ამ შემთხვევაში მე მგონი თქვენ დაემთხოვით ერთმანეთს, ეს იშვიათი შემთხვევა იქნება, როდესაც ერთი მოსაზრება გექნებათ კონკრეტულ თემაზე. ეს წინვარის დაბომბვას ეხება. საჩოთიროს დიახ, ნამდვილად, საჩოთიროს არ ვიხმარდი, ძალიან საზიანო, მავნებლური და ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და ქართულწულუკიანს პასუხებში საჩოთირო იყო პასუხი, რომ დამიძახოს და აუხსნიო და ჩვენ მკითხეთ, როცა ის იძახდა თავმომწონეთ, რომ 700 მტკიცებულებაში შეაგროვა, ძალიან კაია, დამატებით რამე თუ შეაგროვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, პრეზიდენტს რატო უზიარებენ, რას ერჩიან ამ ადამიანს, რომ დღემდე ამ გაუგებრობაში არის. დამიძახოს და ვეთქვი რა დამოკიდებულება ასეთ არ მესმის. მაგრამ აქ მეორე ეგზოტიკური დეტალი იყო, რომელიც შეიძლება ხარ მინდა გადავაღალო მაყურებელი, ჩვენო, ნუ რა თქმა უნდა, წინამორბედები ჩადო მიწაში ვაფერ გაუკეთებთ, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. მაგრამ თქვა რომ ისკანდერიო, აქ სლომაზე ილაპარაკა, ისკანდერის რაკეტა, რომელიც რუსეთმა ესროლა საქართველოს ტერიტორიას ომის დროს, რუსული აგრესიის დროს, ესო ჩვენო მოიპოვეთო და მოიპოვეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ხონა ექსპერტიზაზე და მოიპოვა რომ წეს კი არ ქონა ბუნებრივად როგორც კი მოითხოვა საქმეში დარჩისთვის მას დაუბრუნეს და ეს არის მაგალითი აი ამ რაღაცა საოცარი ცნობიერების ნაკადის რომელიც ახლოს და მე უმრავლესობის წევრები მადლობას ვუხდიან როგორ მოიპოვეთ გმირულად ეს ტკიცებულება თითქოს ვინმე არ აძლევდა ხო ისკანდერის რაკეტა რომელიც ესრულეს ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლებამ ეს ტკიცებულება შეინახა ჩვენ ერთ-ერთ თავარ სტრატეგიულ პარტნიორს ექსპერტიზისთვის გადასცა და ის ჩვენი იყო ნებისმიერ დროს და გვიბრუნდა როგორც კი ჩვენ დაგვჭირდებოდა და ქალწულობა გმირულად მოიპოვა ბოდიში ვერ მოითმინე რომ ეს არ დამახასიათებდა თავარი გამოსვლის ლაიტმოტივი ქონდა როგორ გმირულად იბრძოლა წინა ხელისუფლების შესაბამების გამოსასწორებლად კარგით მადლობა გიგაბოკერიას ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს რომელიც ჩვენს შეკითხვებს და თინა ბოკუჩავასთან გადავინაცვლოთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან საომშვიდობისა თინა ესმის თუ არა ჩვენი ალბათ თინას საინტერესო სწორედ ჩვენ ვისმენდით იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებას უკვე ჟურნალისტებთან თეა ბოკუჩავას კონკრეტულ განცხადებაზე თინა რომელიც უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და თინა რომელიც ლამაზი ქალია ასე თქვა ეს ვიცი მის შესახებ ასე თქვა იუსტიციის მინისტრმა სწორედ ამ კითხვით მინდა გადავიდე თინა ბოკუჩავასთან თუ მოხერხდება ის რომ მან ჩემი გაიგოს თინა გესმით ჩემი დიახ. საომშვიდობისა, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თინა, რომელიც უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და რომელიც ვიცი რომ ლამაზი ქალიაო, ასე დაგახასიათეთ ამ წუთში, აი 2 წუთის წინ თეა წულუკიანმა თქვენ ჟურნალისტებთან კონკრეტული კითხვის პასუხად. მაინტერესებს რა შთაბეჭდილებით გამოხვედით წულუკიანთან აი პაექრობის შემდეგ. და თუ შეიძლება აუდიტორიასაც უთხრათ, ვინც ვერ მიადევნა თვალი რა კითხვა ჰქონდათ და რას მოყვა ეს კონკრეტული შეფასება თქვენი. დღეს გავიგეთ, რომ ყველაფერთან ერთად ქალბატონი თეა წულუკიანი ასევე გენდერულად არასენსიტიურია, იმიტომ რომ ვეჭვობ კაც დეპუტატს რომ დაესვა იგივე კითხვები, ქალბატონი თეა მის გარეგნობაზე აქცენტს ნამდვილად არ გააკეთებდა.
თუმცა ეს ქალბატონ თეას ყველაზე სერიოზული პრობლემა ნამდვილად არ არის ის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი კრახი განიცადა, მათ შორის ივანიშვილისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზზე და ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იქ სადაც ნუნუ ნემსიწვერიძეს მსგავსმა მოსამართლეებმა შეიძლება და გამოაკვდიდეთ, გამოიტანონ გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჩასვან ციხეში, როგორც ეს ქალბატონმა ნუნუმ გააკეთა დავით კირკიწასთან მიმართებაში, რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზს, ბიძინა ივანიშვილის დევნამ პოლიტიკურ ოპონენტებზე განიცადა კრახი სწორედ თეა წულუკიანის ხელით, როდესაც მაგალითად თეა წულუკიანმა არაერთხელ მიმართა ინტერპოლს და მიიღო უარი ექსტრადიციაზე მიხეილ სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილზე და მთელ რიგ სხვა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე. ერთ-ერთი საკვანძო კითხვა, რაც მე დავსვი, უბრალოდ ორი კითხვა, რომელზეც მინდა რომ კვლავ აქცენტი გავაკეთო თქვენის დებატით. ერთი იყოს ის თუ არა ქალბატონი თეა რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეიძლება რუსეთმა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში გამოიყენოს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და წარმატებით გამოიყენოს ეს განცხადება, იმიტომ რომ ქალბატონ თეას ძალიან კარგად ესმის, რომ პრეზიდენტის განცხადება საერთაშორისო სამართალში შესაძლებელია გამოყენებული იქნას მტკიცებულებად. ქალბატონმა თეამ ახლა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენ მხოლოდ მტკიცებულებებზე უნდა ვისაუბროთ და არა რაღაც პოლიტიკურ განცხადებებზეო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან კარგად ესმის, რომ საერთაშორისო სამართალში პრეზიდენტის საჯარო განცხადებები არის გამოყენებული დიახ როგორც მტკიცებულება. მე მას დაუსვი კითხვა შესაძლებელი არის თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნებით ხელდასმულმა სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ინტერესები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში და ამით პირდაპირ საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მეცაც გეტყვით კონკრეტულ მოქალაქეებს, იმიტომ რომ ამ სასამართლოს შეუძლია გამოსცეს დაკავების ორდერები კონკრეტულ მოქალაქეებზე და ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ თეა წულუკიანისთვის ყველაზე ავად სახსენებელ პერსონაჟებს, იმიტომ რომ მუდმივად წინა ხელისუფლებაზე საუბრობს. ახლა დღესაც მაგალითად რამდენჯერ ახსენა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მათ შორის გიგა ბოკერია, არ ვიცი ხა ვინმე რომ დათვალოს, მე მგონი ზოგადად მის მდგომარეობაზე, მის მენტალურ მდგომარეობაზე ძალიან ისეთ მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანდა. ეს ერთი კითხვა, რომელსაც არ უპასუხა და მეორე და უბრალოდ მისი ირიბი პასუხი იყო ერთგვარი დადასტურება იმის, რომ დიახ შეიძლება იქნას გამოყენებული ზურაბიშვილის განცხადება ჩვენს წინააღმდეგ ჰააგაში და მეორე რა იცის ასეთი თეა წულუკიანმა, რითიც ის თავს აძლევს იმის უფლებას, რომ პირდაპირ ეთერის საშუალებით დააშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც გადაბრუნებულ სიტყვასაც კი ვერავინ უბედავს, იმიტომ რომ ოდნავ შეეწინააღმდეგებიან თუ არა, ათავისუფლებს ეს ადამიანი სხვებს თანამდებობებიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს. ხო, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი როგორ გაუშვა, იმიტომ რომ რაღაც პოლიცსაბჭოს ხდომაზე, როგორც ჩანს, გაბედა გიორგი კვირიკაშვილმა და შეეკამათა მას და ასე შემდეგ. რა იცის ასეთი წულუკიანმა, რომ ის ბედავს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პირდაპირ ეთერში შანტაჟი რეალურად არ იყო, ამ შანტაჟის ადრესატი რეალურად არ იყო მამუკა ბახტაძე, რომელიც ნომინალური პრემიერია, არამედ რეალურად იყო ბიძინა ივანიშვილი. მე გამოვთქვი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იცოდეს ქალბატონმა თეამ. ქალბატონმა თეამ შეიძლება იცოდეს ის, თუ როგორ გაიყვანეს ივანე მერაბიშვილი, უბრალოდ როგორ გაიყვანა პირადად ფარცხალადე მისმა დანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა, ოდიოზურმა ფიგურამ, რომელიც ბოტასების ფურდობისთვის არის გასამართლებული ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, ივანე მერაბიშვილის საკნიდან. მან შეიძლება იცოდეს, როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა ჟურნალისტი აფგან მუხტალი თბილისის ცენტრიდან. მან შეიძლება იცოდეს გარკვეული დეტალები ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვლილ. თუმცა ეს მაინც თქვენი ვარაუდია, რომ ეს არის შანტაჟის თემა, ხო? ეს ვარაუდია თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაციას გქონდათ და შეიძლება თქვათ, რომ რა თქმა უნდა, რაღაცა წყაროები ამას გეუბნებიან. სამწუხაროდ
ეს არის ჩემი ვარაუდი და მე ვფიქრობ, რომ ამ ვარაუდის ან დადასტურება, ან უარყოფა რაიმე ფორმით მაინც იქნებოდა მნიშვნელოვანი თენა წულუკიანის მხრიდან, იმიტომ რომ ის როდესაც ამბობს, რომ მას არ სურს შიდა სამზარეულოს გარეთ გამოყვანა და ჭორაობა, ეს არ არის ჭორაობა. ჭორაობა იცით რა არის? მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი ქალი მინისტრის პირად ცხოვრებაზე მთავრობის შეხვედრის დროს საუბრობდა. აი ეს ნამდვილად ჭორაობაა. მაგრამ ის არ არის ჭორაობა თუ რა ტიპის პოლიტიკურ მოქმედებებში აქვს იუსტიციის მინისტრს მიღებული მონაწილეობა, რაც შეიძლება ასეთი შანტაჟის საფუძველი გახდეს ბიძინა ივანიშვილისთვის. რა მოქმედებებში აქვს კონკრეტული მონაწილეობა მიღებული. მათ შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რუსთავი 2 საქმე, სადაც დიახ არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვის, რომ პირადად თეა წულუკიანის მონაწილეობით ხდებოდა ის კოორდინაცია სხვადასხვა ხელისუფლების შტოებს შორის, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ქალბატონ თინა, ნახეთ რა ხდება ამ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ შეიძლება თეა წულუკიანის დააშანტაჟონ და უთხრან, რომ აგერ შენ ესენი ამაში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ახლა დაიხურე ხუდი და წადი გუნდიდან, თუ ასე უნდა ვინმეს მისი გაშვება. ამ შემთხვევაში რამდენად საფუძვლიანია თქვენი ეჭვი, რომ ეს შანტაჟის ბერკეტებს ფლობს და შეიძლება ამ შანტაჟით რაღაცა რჩება პოზიციაზე? ნამდვილად არ გამოვრიცხავ ამას, ქალბატონ ნინო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ადამიანების დაშანტაჟება ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ნახეთ რა მოხდა ეკაბესელიასთან მიმართებაში, როდესაც მან გაბედა და განსხვავებული აზრი დააფიქსირა, ან უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი თავიდან მოცილება სურდა, ხო, ბიძინა ივანიშვილისთვის სხვების დაშანტაჟება, მათ შორის უბინძურესი მეთოდებით და განსაკუთრებით სხვათა შორის ქალი პოლიტიკოსების, ისევე როგორც ჟურნალისტების და სხვა ზოგადოების სხვადასხვა წევრების მიმართ მიუღებელი ბრძოლის მეთოდი ნამდვილად არ არის. ეს არის მისთვის ჩვეულებრივი ადამიანების მართვის ტექნიკა. ასე რომ მე ნამდვილად არ გამოვრიცხავ ასევე თქვენს ვარაუდს, რომ ერთ დღეს ჩვენ თეა წულუკიანი მსხვერპლის როლში ვიხილოთ, იმიტომ რომ მან უბრალოდ ვერ შეძლოს ამ შანტაჟის თამაშში გამკლავება ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების მიმართ. ასე რომ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ და კარგი იქნებოდა ამ ეტაპზე რომ ღიად ესაუბრა მას, რომ გარკვეული სიმპათია მაინც დაემსახურებინა და გარკვეული დამცველები მაინც ყოლოდა შემდგომ, როდესაც ის შეიძლება მართლა ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ერთსაც ვიტყვი, იმიტომ რომ ამაზეც მე კონკრეტული კითხვები დავსვი, ეს იყო მისი დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში, ესეც მე ვფიქრობ, რომ მართლაც, ანუ ასეთი დამოკიდებულება, რასაც ზოგადად ხელისუფლება და პირადად თეა წულუკიანი ასხივებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ხდება მხოლოდ ავტოკრატულ რეჟიმებში. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არის პირდაპირ პუტინისტური მიდგომა, სადაც ის გვახსოვს მაგალითად ღარიბაშვილის გამონათქვამები, რომ ძირ გამომთხელ საქმიანობაში არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ თეა წულუკიანი, რომელიც ვითომ სტრასბურგში მუშაობდა და ვითომ რაღაც განათლებას საზღვარგარეთ აქვს, როგორ დაეცემოდა ღარიბაშვილის დონეზე, ხო? და ჩვენ ნახეთ, რომ თეა წულუკიანი დიახ დაეცა ღარიბაშვილის დონეზე, ივანიშვილის დონეზეც და პირდაპირ თავს ესხმის ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. დღეს თქვა, რომ არა, თანამშრომლობო და რომ ვთხოვეთ მას დაესახელებინა ერთი ორგანიზაცია მაინც, მან დაასახელა მაგალითად მიუსაფარ ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, რასაც მე ძალიან პატივსცემ და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, თუმცა ამასაც სავარაუდოდ ჯეროვნად ვერ ახორციელებენ, იმიტომ რომ ყოველი მეხუთე ბავშვი ჩვენს ქვეყანაში შიმშილობს და ბავშვები ჯართის შეგროვებისას იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მთავარი დაპირება სასამართლო რეფორმასთან ერთად, რომელიც თეა წულუკიანმა ჩააგდო, იყო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ანუ ამ პრობლემასაც ვერ აგვარებენ, თუმცა დავასრულებ უკაცრავად, არანორმალურია სიტუაცია, როდესაც იუსტიციის მინისტრი, რომელიც მათ შორის ხელმძღვანელს უწყებად შორის კომისიას და ეს ვითომ შეფარული სიხარული თქვა, რომ საერთაშორისო დასკვნებმა გვირჩიეს, ახლა ჩემი უფლებამოსილებიდან გაიტანონ უწყებად შორის კომისია უფრო აპოლიტიკურ ორგანოს მიაბარონო. ეს წინდან კი არ ჩამოვარდა ეს რეკომენდაცია. ეს რეკომენდაცია ჩამოვარდა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ თანამშრომლობს ამ ქალთან, იმიტომ რომ ეს ადამიანი თავს ესხმის ყველას, ვისაც გააჩნია განსხვავებული აზრი. კარგით, მადლობა. მადლობა თინა ბაკუჩავას, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლს, რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ დაგვრჩა კიდევ ერთი ბლოკი რეკლამის შემდეგ გედევან ფოფხაძე ორი დღის წინ, როდესაც იყო კონფლიქტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, მე გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ
გვინდო დგება რომ კიდევ უფრო მეტი თქვას როგორი იყო კომუნიკაცია კობახიძის ჯგუფსა და თვითონ მოსამართლეებს შორის, რომელსაც ახლა ჰქვიათ კლანის წარმომადგენლები. ჩვენ ვეცდებით რომ მეტი გავიგოთ ამის შესახებ რეკლამის შემდეგ. პოლიტმეტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე უმრავლესობის ყოფილი წევრი. სამშვიდობისა ბატონო გედევან, მადლობა რომ მოხვედით. პირველ რიგში გამდინარაძე უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელიც ჩვენთან იყო პირველ ნაწილში, ასეთ გზავნილს გითვლით ყველას, ვინც არიზიარებთ სავარაუდოდ ამ კანონპროექტს, სავარაუდოდ ყველას უფრო სწორად, რომ არ დაგითმობთ დამოუკიდებელ სასამართლოს. როგორ აღიქვამთ თქვენ აი ამ გზავნილს? კონტექსტი ასეთია რომ მათ უნდა დამოუკიდებელ სასამართლო და თქვენ პროცესში უშლით. თორემ სხვანაირად ავიქვა, მე ავიქვა რომ არ დაგითმობთ სასამართლოს, საერთოდ არ დაგითმობთ ამ სტრუქტურას ჩვენ გვინდა რომ კონდესო და ახლა მე ეს როგორ უნდა ავიქვა, მე ხო ხედავ სასამართლოში რა ხდება და რა შემჭირდება ვინმე საქმე ამასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის საბჭო დაჯდა საახალწლოდ ყოველგვარი პროცედურების დარღვევით პარლამენტის საბუთშეთაგდებით ჩამოწერა სია, რომელიც რეალურად იყო იმ მოსამართლეებით დაკომპლექტებული, ვინც სააკაშვილის რეჟიმის ოდიოზურ მოსამართლებად ითვლებოდა და ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივი დადასტურება მომხდარიყო სასამართლო სისტემაში. აი ამ ფონზე, როცა ჩვენი ძალისხმევით და არა მათი ძალისხმევით, ეკაბესილეს გადადგომით და ჩვენი პროტესტით ეს პროცესი შეჩერდა, იუსტიციის საბჭომ ამის შურიძების მიზნით და ამაზე პასუხად უადოდ დანიშნა ბატონი მურუსიძე. დღეს რომ პირველი მოსმენით კანონპროექტი მიიღეს უკვე კანონად ქცევის გზაზე შეაყენეს, ხომ ამით ეს შეფერხება დროებითი აღმოჩნდა? არა, მე უბრალოდ მაგას ეს კანონი ხო ვერ დაიცავს იგივე სიის შემოსვლისგან და უკვე დროებითი ამ ხმას ყველაფერი დროებითია, მაგრამ ჩვენ დრო მოვიგეთ. ეს იყო მაშინ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყველა ხდება, ვინც ხარს უჭერდა იმ სიას, რომ იმ სიას უკვე ვერავინ ინფორმით ვერ შემოიტანს. მაგრამ ხდება ახლა თვითონ ფორმის გაპატიოსნება, ფორმალური, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს რასაც ისინი აკეთებენ კანონის დონეზე, ეს არის იგივე გზის გავლა გარკვეული ანტურაჟით. რა მეტი არაფერი არ ხდება, რეალობა რჩება სრულებით იგივე. იუსტიციის საბჭოს არაფერი არ უშლის ხალხს, იგივე სია შემოიტანოს, იმიტომ რომ ამ კრიტერიუმებით არაფრით ის არ შეიზღუდება, შემოიტანოს ეს სია, პარალელურად იმიჯელოს ამაზე ვარეს კანდიდატებს, რომ ფონი შეუქმნას ამ ადამიანებს და რეალურად პარლამენტს წარუდგინოს ისეთი სია, რომლის პირობებშიც შეეცდებიან მერე ვიღაცების დაყოლებას, რომ ხმა მიცენ და როგორ ხდება ეს დაყოლება ქართულ ოცნებაში, ეს მე თვითონაც დავინახე და დღეს ძალიან საზოგადოება ხედავს, იმიტომ ეს აღარ იმალება, ეს ხდება ჩატებით, ეს ხდება პარტიიდან გარიცხვის მხარით და მე კიდე ერთხელ თქვენთანაც მინდა დავაფიქსიროთ და შევახსენო ამ პარტიას, რომ ისინი კონსტიტუციაზე რო ლაპარაკობენ, კონსტიტუციას არ ღვევენ, როცა პარტია ემუქრება პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციური გარანტიები აქვს თავისი საქმიანობის, მას თავისუფალი მანდატი აქვს კონსტიტუციით მინიჭებული და პარტიიდან გარიცხვით რო ემუქრებიან, ახლა ამას საფუძვლად ჩაუწერენ პარტიიდან გარიცხვის, რომ რატო იმ საკითხს არ მიეციხმა და ამას მიეციხმა, დეპუტატს მასეთ რაღაცას ვერ ჩაუწერ პარტიიდან გარიცხვის საფუძვლად და როცა პარლამენტის წევრს ემუქრება პარტია გაგრიცხავ თუ შენ ამ საკითხს ხმას ეს არის სწორედ არაკონსტიტუციური, ეს არის პარლამენტის წევრებზე ზეწოლა და ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან ჩვენივად ხვდებით როგორ შეეცდებოდნენ პარასკევს დეკემბერში 28-ში რომ გასულიყო სია პარლამენტში, როგორ შეეცდებოდნენ ამ სიის ეს თქვათ ამ სიაზე ხმების მობილიზებას როგორ შეეცდებოდნენ, აი ამ ზარებით, ამ ჩატებით, ამ უხარით პარტიდან გაგრიცხავ, ну ვიღაცა შეიძლება რაღაცა ჩვენ გლაპარაკებენ კერძო დაინტერესებაზე, კერძო დაინტერესება შეიძლება ვიღაცას აქ იმაში, რომ აი ესეთი ზონდერ მოსამართლეები შეიყვანონ იქ და ამით ვიღაცას ასიამოვნონ. ჩემთვის ეს არის ძალიან ცალსახა პოლიტიკა, რა სწორედ სააკაშვილის რეჟიმის სასამართლო სისტემის
რეანიმაცია, დაკანონება, მესამე ინსტანციაში უზენაეს სასამართლოში ამ ყველაფრის შეტანა და მოსახლეობისთვის სამართლიანობის იმედის ბოლომდე წართმევა. აი ეს არის ისინი, რასაც აკეთებენ ახლა. მე არ დამithმობენ დამოუკიდებელ სასამართლოს, რასაც მაგენი აკეთებენ, ამითი ქართულ ხალხს ართმევენ მართლმსაჯულების უფლებას. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ დღეს რა ტიპის ზეწოლას განიცდის პარტიისგან დეპუტაციის ის ნაწილი, ვინც ხანდახან, რა ვიცი, ხან წითელი და მწვანე ერევა, ხან არ ერევა და შეგნებულად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვისაც აქვს რაღაცა უკვე ტენდენცია ზის ისე ტრენდზე ზის მოკლედ რომ წესით შეიძლება რაღაცები უკვე სერიოზულად გააპროტესტოს. ახლა ზეწოლას განიცდიან, ახლა ეს ჩემთვის უკვე დასამალე არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამას უკვე ყველა ხედავს ის რომ დღის პირველ ნახევარში კენჭისყრა ტარდება და შენ ამ კენჭისყრაში შედეგს ვერ აღწევ და მის შესაძლებლად ბიუროს ნიშნავი პროცენტული შემთხვევა მართლაც ასეთი რაღაცა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარე მხოლოდ ორ კვირის მერე მოუბრუნდებით ამ საკითხს, არც არასდროს არ ყოფილა ჩავარდნილი კენჭისყრის მერე რომ ბიუროს უცბად მიიღო გადაწყვეტილება ხელახალი კენჭისყრა ჩატარდესო, მაგრამ მათთვის როგორც ჩანს ეს პრინციპული საკითხი იყო და მე მინდა ერთი შემთხვევა გაგიმხილოთ, როდესაც დავით ჭიჭინაძე გაერიცხა პარტიი და მე მქონდა კობახიძესთან საუბარი ამის თავაზე, რომ ჟურნალისტებისგან რატო უნდა გაიგო ადამიანს მეთქი, რომ პარტიიდან რიცხავდით ხო და ირაკლიმ ძალიან ესეთი გულწრფელი პასუხი მითხრა, რომ მეო რომ მანამდე რომ გაიგო, მაშინ მე ვერ დავასწრებდი გარიცხვასო, ისო თვითონ დაწერდა განცხადებაზე და წავიდოდაო და ნუ მე პირდაპირ ვთქვა, ესე იგი შენ იმ კაცის გარიცხვა კი არ გდომებია, შენ დამსჯელ ოპერაციას ატარებდი, ჩემი და იმ ადამიანების მიმართ მეთქი, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. ეს საუბარი სხვებიც ესწრებოდნენ ამას და თუ ტრადიციულად ბატონი კობახიძე იტყვის რომ გედი იტყუებაო, მე შემიძლია იმ ადამიანებსაც შევახსენო და ახლა თუ სულ იტყვის რომ იტყუებაო, ნუ საბოლოო ჯამში ახლა მე მგონია რომ აქ უკვე მათი ნარატივი ზოგადად ჩვენი ოპონენტების დღეს არის რომ ყველაფერი იკადრონ და ყველაფერი თქვან და ყველაფერზე ისე მოიქცნენ როგორც აწყობთ ოღონდ თქვან რომ მათ გადაარჩინეს საქართველოს აი ამ ჩინჩალაძის სიას, მათ უნდათ დამოუკიდებელი სასამართლო, როცა რეალობა არის, რომ ჩინჩალაძის სიის ლობისტებიც ის იყო და ირაკლი კობახიძე ჩემი თანდასწრებით ახლა 15 ადამიანი იჯდა ეგ და აგერიჯდა ირაკლი კობახიძე, მე ეკაბესელია და შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, ხო? და როცა ეკა მუთხრა ბატონ ბიძინას, რომ არ არის ეს სწორი ფორმაო და არც კანონით არ არის გათვალისწინებული და არ შეიძლება პარასკევს ამ სიის გატანა, ირაკლი კობახიძე მითხრა, სწორიაო, შეიძლება გატანა. ასე რომ დღეს რომ მე ვიღაცა იმას მიმტკიცებს რომ მე გადავარჩინე ეს პროცესიო, მაშინ როცა ეკა რო არ გადამდგარიყო იურიდიული კომიტეტი რა თქმა უნდა უარყოფითი დასკვნას დადებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სესიაზე რა მოხდებოდა ეს არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეს მოხდებოდა ზარების ფონზე, ეს მოხდებოდა დაყოლების, დარწმუნების და მუხარის ფონზე. შეიძლება მითხრათ რა ტიპის კომუნიკაცია შედგა უმრავლესობაში შიგნით წითელი და მწვანე ღილაკების თემაზე. აი რა შეიძლება, მაგრამ ბუნებრივია იცით თქვენ. ჩვენ ახლა მე ვიცი ჩემი კოლეგები როგორ დაიბარეს თავისთან ცალკე ოთახში. ისინი რა თქმა უნდა წავიდნენ, სხვაშორის ყველა არა, ლევან კობერძე არ დაიბარეს, იმიტომ რომ იმას ხელი ეტყობა ჩაქნეული. ლევანი ახლა ასე ვთქვათ, სტაბილურად აძლევს ხმას ისეთ საკითხებს, რომელიც მათთვის სასურველი არ არის, მაგრამ ასე ვთქვათ, მათი ყურადღების ცენტრში უკვე ვეღარ ექცევა. ლევანი არ დაუბარებია. როგორც ჩანს ჩააქნეს ხელი რომ მაგასთან აღარ ის უიმედო დეპუტატია. ხო და სხვები დაიბარეს, ჩაუტარეს ახსნა გამარჯვება, მე ვიცი რომ საკმაოდ ძიმე საუბრებიც იყო. ამ დროს ვინ საუბრობს? ირაკლი კობახიძე? მე მაგაზე ვერაფერს ვერ გეტყვით რა იმიტომ. ხო, მაგრამ საინტერესოა ვინ საუბრობს? იცით რა არის? მისი სახელით, ივანიშვილის სახელით არის. ალბათ, აი მაგაზე ხა მე მოდით იმათ ვკითხოთ, იმათგან მივიღოთ ეს ინფორმაცია. ეს ხო ყველაფრიდან ვცდილობთ ჩვენ, ამიტომ ყველაზე ეს მაინც გამოვა და საჯარო გახდება ყველასათვის. ძიმე საუბარი იყო ყოველ შემთხვევაში. მე ამ საუბრის სიმძიმე ვიგრძენი, როცა ჩემი მეგობრები, ჩემი თანაგუნდელები, გუშინდელი თანაგუნდელები, მაგრამ მეგობრები იმედია სამუდამოდ მაინც მაგას ახლა იმედია არ აუგზავნავენ ჩვენ კოლეგებს, თუმცა მაგით ყოფილა მაგ პრეცედენტებიც, რომ წამოუძახებიათ, რომ წასულ წევრებთან ნუ მეგობრობთ, მაგით მომისმენია მე უმრავლესობას. ეს ადამიანები იყვნენ შეურაცხმყოფელები. მე ამას გძნობთ. საუბარში თუნდაც გამომეტყველებაში, მათ ქცევაში მე ვგზნობდი, რომ ამ ადამიანებს მიაყენეს შეურაცხმყოფა იმ დამოუკიდებლობით, იმიტომ რომ არავის არაფერი არ არავიან, ეს არის სისრულელე, იმიტომ რომ სულ დაფიქსირდა 8 წითელი ხმა. აქედან ჩემი იყო ერთი, იყო ეკაბესელიას ხმა, ესე იგი, ვინც წინამდეგი მივეცით ზვიადის დადგენილებას
არაფერი არ აგურებია, რა ზუსტად მივეცეთ. თუ იქ ორ ადამიანს რაღაც აერია, ეს მათი პირადი პრობლემაა. ივარჯიშონ მაგაზე რომ სხვა დროს არ აერიონ, მაგრამ 8-ვე რო შეცდომა ყოფილიყო, ჩემი დეკას ხმის მიცემა წითელზე რო შეცდომა ყოფილიყო, 67-ს მიმატებული რა, მაინც 75 და 76 არა. მოგეთ ვერ დათვალა კობახი. არ ვიცი, როგორ ჩანს მათ ფერებშიც პრობლემა აქვს, ელემენტარულ მათემატიკაშიც პრობლემა აქვს და ადამიანი რომელიც ვერ თulis პარლამენტში რამდენი ხმა შეიძლება აიღოს ან ვერ აიღოს უმრავლესობა ითვლიდა საარჩევნო სისტემის შტაბის პირობებში რამდენ ხმას აიღებდა სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში. პირველი ტურის ზეიმი კობახიძის. რა თქმა უნდა, ბატონო ირაკლის დამსახურება 12% ცდომილება ჰქონდა ადამიანს საქართველოს ამორჩეველთან მიმართებაში. ეს ხო რამოდენიმე ათობით ათასი ადამიანია და ხა მე უბრალოდ გონია რომ ასეთ ადამიანს საარჩევნო შტაბი არ უნდა ჩააბარო. და რაც ემართება დღეს ოცნებას, აი, სწორედ იმაშია პრობლემა, რომ ეს ხალხი გმოძღვრავს, პრეტენზიები აქვს ჩვენთან, რაღაცებს გვახსენებს, ივიწყებს იმას რეალურად, საიდან მოდის ქართული ოცნება და რა ისტორია აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს და ებრძვიან სწორედ ამ ისტორიის შემქმნელებს და მე კიდევ ერთხელ მინდა მათ გასაგონად თქვა, რომ ვინც ისტორიას ებრძვის, ესვრის ტყვიას, იმას ისტორია ესვრის ზარბაზანს. ამიტომ კარგად გაითავისონ რეალურად რაზე იყო დაფუძნებული დღეს ქართული მაშინ ქართული ოცნება და დღეს რას დაემსგავსა დღეს რას ლობირებს სააკაშვილის დანატოვარს მართლმსაჯულების სისტემაში ლობირებს იმ მოსამართლეებს რომლებიც უკანონოდ ციხეში აგზავნიდნენ ადამიანებს და სიმბოლურია მე ისე მინდა ჩემ კოლეგებს შევასწავლო სიმბოლურია როცა ამნისტიის აქტი შედგა 3 ადამიანმა მოვაწერეთ ხელი რა თქმა უნდა ავტორი იყო ეგებესელია, მაგრამ ეკას გარდა იყო ჩემი ხელმოწერა და ზვიად კვაჭანტირაძის ხელმოწერა. ის ხალხი, რომლებიც ამ ჯალათმა მოსამართლებმა გაუშვეს ციხეებში და ჩვენ გამოვიყვანეთ ის ხალხი 14000 ადამიანი გამოვიდა მაშინ ქართული ციხეებიდან და ახალ წელს შეხვდა თავის სახლებში. ის მოსამართლეები დღეს ამათმა აქციას თავისი დაცვის ობიექტებად. მაშინ როცა ჩვენი დაცვის ობიექტი უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხი და ეს ხალხი უნდა დავიცვათ მოსამართლეების განუკითხაობისაგან, ეს ხალხი უნდა დავიცვათ თავრობის გულგრილობისაგან და იმ პოლიტიკური რეალობისაგან, რომელიც დღეს შეიქმნა, როდესაც ადამიანები ამართლებენ ყველაფერს თანაგუნდელებს უგრძალავენ მეგობრობას, უგრძალავენ ადამიანურ ურთიერთობებს, უგრძალავენ ღირსეულ საქციელს. და ეს ღირსეული საქციელი როცა შენ კოლეგას არ უვიწყებ იმას რაც გაიარა რაც გააკეთა რაც ღვაწლი აქვს და შენ მას იმას მაინც ეტყვი ეკაბესელია ზვიად კვაჭანტირაძეს წასulis წინ იმას მაინც თუ ეტყოდა ვიღაცა რომ თქვენ ღირსეულად გაწიეთ ეს ყველაფერი დღეს სხვა აზრის ახად კეთილად იყავით მაგრამ ეკაბესელიაც დღეს უნდა გამოიყენონ ცუდი კომიტეტის თავმჯდომარედ თურმე ანდრიო ხანაშვილმა უკეთესი სტანდარტი შექმნა დასკვნების და ის ყოფილა რაღაცა სიახლეების ავტორი ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილა ცუდი კომიტეტის თავმჯდომარე და რეალობა არის ის რომ ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ ვერც წარსულს ვერ აღიქვამენ რეალობას და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ მომავალზე რომელიც ჩემი აზრით მათი არ არის ბატონ გედევან, თქვენ 2 დღის წინ, როდესაც იურიდიულ კომიტეტში იხილებოდა ეს კანონპროექტი, იქ რამდენჯერმე მოხდა ხომ დაპირისპირება ფიზიკურიც მათ შორის და იქ ბევრი რამ თქვით და ჩვენ რა თქმა უნდა ჟურნალისტებს გამოხმაურებული გვაქვს ყურია ესეთ განსაკუთრებით ფრაზებზე, როცა ცოტა კონტროლს მიღმა ამბობთ ხოლმე რაღაცებს, როდესაც წარიტყვით თქვა ჩვეულებრივ საუბარს, თქვენ იქ თქვით რომ ზარდიაშვილი ცდილობდა ბესელიაზე კომპრომატების შეგროვებას. თქვით ხომ ასეთი რამ და საბუთაშ უწევდა კომიტეტის მუშაობას. შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ ამის შესახებ. მე მოხარული ვიქნები თუ მე თქვენ საათქმელს გეტყვით, მაგრამ მოხარული ვიქნები თუ ბატონი ბანო დაჯდება დებატებზე ამ თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისეთი შტაბეჭილება შეიქმნა, რომ ხა კაცი ისეთ რაღაცებს იძახდა, თქვენ ხელებს ფულისუნი ადიდ და მე 15 წელი პატიოსნად ვიმუშავე როგორც საჯარო მოხელე და თქვენ არც ჩვენ რა უპატიოსნოთ ამოვიქეცით და თურმე მისი ყველაზე დიდი დამსახურება ქვეყნის წინაშე არის რომ ეკაბესელი აღარ არის კომიტეტის თავმჯდომარე და არადა სწორედ ეკაბესელის გადადგომამ განაპირობა ის რომ განხილვა შეწყდა ჩინჩალას მანაც რაღაცები თქვა ისეთი რაც დიდი სიამოვნებით ჩვენ ბევრი ტიპის ფორმატი გვაქვს ხო მე არ მინდა რომ სამხედრო იყოს ვანო ზარდიაშვილს დიდი სიამოვნებით დავუწყოთ ნებისმიერ ტიპის ფორმატს ვადასტურებ მის გასაგონათაც საზოგადოების გასაგონათაც რომ ჯერ მისი შესვლა იურიდიულ კომიტეტში აბსოლუტურად მოსამართლე აი ჩინჩალაძის კოლეგა თანაგუნდელების პოლიტიკური ნება და არავის ეს ხვისი ეს არ იყო
ქართული ოცნების პოლიტიკური ნება, ეს იყო იმ მოსამართლეების ნება, რომელსაც ის ლობირებდა და რომელთა ასე ვთქვათ დავალებებსაც ის ასრულებს რეალურად პარლამენტში და ვის ინტერესებსაც იცავს, ეს არის ჩინჩალაძე, მურუსიძე და სხვები, იმ კლანის წარმომადგენლები, სწორედ მათ ინტერესებს იცავს ბატონ ივანო სასამართლოში და იმ ფონზე რომ მან დაინახა რომ ეკაბესელიას სახით იქ არათუ მოკავშირეს ვერ პოულობდა, არამედ წინაღობას ხედავდა, მან დაიწყო რეალურად მუშაობა აპარატის თანამშრომლებთან იმ თვალსაზრისით, რომ დაეყოლიებინა ისინი რათა ეკაბესელიას წინამდებ შეგროვებინათ გარკვეული კომპრომატები და თუ ვინმე ამაში დაეხმარებოდა, მე ამას ახლა მტკიცებულებებს აი ამ დაპირების ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ არავინ არ დახმარებია მას ამაში რეალურად, იმიტომ რომ არანაირი კომპრომატები ფიზიკურად არ არსებობდა, მაგრამ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის მოსამართლეობას პირდებოდა ასეთი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. და როდესაც სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ფაქტობრივად უკვე საფრთხე შეიქმნა იმისი, რომ ჩვენ შეიძლება ფიზიკურად შევხვებოდეთ ერთმანეთს, მართლა ძალიან რთული სიტუაცია იყო, რამოდენიმეჯერ კონფლიქტები მოხდა ამასთან დაკავშირებით. მაშინ მე პირადად და ქალბატონიკას ისე ვთქვათ, მონაწილეობა და თანხმობაც იყო მაგაზე, რომ შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, რომ მოდი გავცვალოთ ზარდეშვილი და გედი ფოფხაძე რა. მე იგივე სტატუსი მაქვს ადამიანის უფლებებში, გადავალ იურიდიულში და ის გადმოვიდეს აქ. ვანოსთვის ამ პოზიციის დათმობა პრინციპულად იყო მიუღებელი, იმიტომ რომ ისინი იბრძოდნენ იურიდიული კომიტეტისთვის. აი ელემენტარულად გეტყვით, როდესაც რუსლან პოღოსიანი სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ წარადგინა იურიდიული კომიტეტის წევრად თავისი კვოტით კანონის სრული დაცვით ბიუროზე 4 თვე, რაც აბსურდია, სრული კანონის და რეგლამენტის დარღვევა. 4 თვე რუსლან პოღოსიანი არ დანიშნეს იურიდიულ კომიტეტში. ეს არის სწორედ თუმცა აი ნახეთ, რასაც თქვენ ამბობთ ახლა, ბუნებრივი კითხვა მიჩნდება, მე რომ როგორ მივიდა ეს ადამიანი, თუ კი თქვენ იცოდით, რომ ის ლობირებით მოვიდა, კონკრეტული მისიით მოვიდა. გავიგეთნენ ახლა დღეებში არ ვიცოდი. მოადგილეთ რომ დაინიშნა, მაშინ არ ქონდათ ეს ინფორმაცია. პროტესტით შესაბამისად. ვინ გეგონათ ვანო ზარდიაშვილი? არ ვიცოდით, საერთოდ არ ვიცოდი მე ვანო ზარდიაშვილს. რატომ დამწოდოდა, ხო? ეხლა მე ერთმა ჩემო კოლეგამ კი წამომაძახა რომ შეისწავლეთ ჩემი ბიოგრაფია და გაგებთო ხოლმე, მაგრამ მომიტევონდა ახლა არც პეტრე მელიქიშვილი არ არის, ვანო ზარდიაშვილი და არც ივანე ჯავახიშვილი, მაგის ბიოგრაფია შემესწავლო, ხო? ხო და შესაბამისად არ დაინტერესებულო ახლა, ნუ წერია ვიღაცა ვანო ზარდიაშვილი არაფერი მან შესახებ არ ვიცი. ხო და მე კი მითხრეს მეგობრებმა, იცი შენ ეგას მოადგილე მიგახტაო და რო ვიკითხები, ინ ახლა არ მესიამონა სიმართლე გითხრათ, მაგრამ ახლა იმ სიტუაციაში ჩავთვალე რომ ანუ ეკაბესელიაზე რა ტიპის კომპრომატი შეიძლებოდა მას მოეპოვებინა? აი რა ითხოვა, რამე კომპრომატი შეიძლება ბევრი იყოს, ახლა კაბინეტის თანამშრომელს შეიძლება დაავალო რომ აი ყველაზე შორს წავიდეთ ფარული კამერაც კი დაამონტაჟოს, ხო? რაღაც ასეთი დონეზეა საუბარი თქვენი მხრიდან. რა ტიპის კომპრომატი? მე ვერ გეტყვით მაგაზე ვერაფერს, ახლა აპარატის სამშობლო რა კომპრომატი შეიძლება მოიძიოს კომიტეტის თავმჯდომარეს, თუ ის რამეს არ ღვევს ფორმალურად. ნუ აქტიორების მოგროვებაზე ელაპარაკი, ვინ მოვიდა, ვინ გავიდა, ვის ელაპარაკება, რა შეიძლება იქ რაღაცა ფურცელი თუ ასე შემდეგ, თუ აქ უფრო სერიოზული რაღაცების მოგროვებაზე ესაა. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, უნდა თუ რაღაცა დარღვევა ყოფილიყო, ესეთი დარღვევა, რომელსაც მიცემდათ მათ საშუალებას, რომ მე ეკასთვის დაეყენებინათ საკითხი, რა შენ გაქვს გარკვეული დარღვევები და თუ გინდა გადადივიცე სპიკერად, მაგრამ ეს კომიტეტი უნდა დაგვითხო. ამ ასეთ რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ასეთ რაღაცა ბუნებაში არ არსებობდა და ასეთი მოლაპარაკების შედეგიც იქნებოდა ნული რა. ეს კომიტეტი დამითმე რა უცნაური რაღაც ფერმენი ეს პირველად კომიტეტის დათმობის საოცარი რაღაცა. იურიდიულ კომიტეტის ბრძოლა მიდიოდა დიდი ხანი და ის რომ ეკაბესელემ შეინახა ეს კომიტეტი დაიცვა აი ამ კლანის ინტერესების დამცველი დეპუტატებისგან და გადამწყვეტ მომენტში მათ არ მიცა ამ კომიტეტის დაუჟილად ასე ვთქვათ დაუბრკოლებლად უბრალოდ დაუჟილად შესაძლებელი წინა კიდე ასე ვთქვათ დაუბრკოლებლად გავლის შესაძლებლობა ეს რა თქმა უნდა არის ცალსახად ეფექტურობის დამსახურება. იცით რა მიხსენით კლანი ვისაც თქვენ ეძახით ამ კლანს ხო ეგრეთ წოდებული მურუსიძე ჩინჩალაძის გუნდი ხო ასე იწოდება. მას ყავს წარმომადგენლობა პარლამენტში. ყავს კი ბატონო. თუ პირიქით პარლამენტი, რომელსაც მართავს კობახიძის, ვთქვათ, გუნდი ამ წუთის წასი ჩანს, ხო? თქვენ წამოხვედით, ისინი დარჩნენ.
რომელსაც თავის მხრივ დავალებებს აძლევს ბიძინა ივანიშვილი, მათ ყავთ თავისი დესანტი სასამართლოში. აი რა ურთიერთმიმართებაა რომ აუხსნათ აუდიტორიას? მაგით ჩემთვის ცოტა გავგებარ, ვერ გეტყვით ასე ცალსახად, იმიტომ რომ მე ბოლომდე მჯეროდა რომ ალბათ ბიძინა ივანიშვილიც აქ იმის რესურსი მეთქი რომ აი ეს მოსამართლეები მართოს და მაგიტომ უნდა რომ ასეთი მოსამართლეები ყავდეს მეთქი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მე ამაშუქე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული. მე უკვე მექნება იმის შთაბეჭდილება, რომ ამ მოსამართლეების მძევლის როლშია დღეს ივანიშვილიც და მისი პოლიტიკური გარემოცვაც. და ისინი იძულებული არიან მათ მოარგონ როგორც კანონი, ასევე დანიშვნები, ასევე უადო დანიშვნები, კონსტიტუციაც მათ მოარგეს რეალურად, აი ამ გადასახედიდან უკვე იგრძნობა ეს ახლა ვიღაცა შეიძლება ამ მისაყიდუროს, რომ თქვენ რატო არ თქვით ეს ყველაფერი, როცა კონსტიტუციის მიღება ხდებოდა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ კანონი როცა იწერება ბოლომდე პოლიტიკურ მოცემულობას, რაღაცა კონიუნქტურას ვერ გაითვალისწინებს. ესე იგი, ნახეთ რა გამოდის, რომ ივანიშვილი არის მურუსიძის ტყვე? არ თქოს ძევალეთ, მაგრამ ახლა ტერმინებზე ნუ ვიკამათებ, მაგრამ ამ ვითარებაში ამ პროცესში ესე იგი ჩვენ მართავს ჩინჩალაძე მურუსიძის ეს ცოტა ძნელი დასაჯერებელია ქვეყანაში, სადაც აი ყველა დონეზე, ყველა პოზიციაზე კონტროლის მე კატეგორიული არა ვარ რა მაგ საკითხში. მე მსჯელობთ, მაგრამ აი მსჯელობის ლოგიკას მინდა რომ მივყვე. ხო და იცით რა ახლა არსებობს დეტერმინიზმი, ხო ახლა ურთიერთგამპირობებაა მოვლენებით. შეიძლება რაღაცაზე თქვენ ახდენთ სრულად გავლენას, ახლა ხო არის ასეთი ესე ვთქვათ თეზები, რომ რას განაპირობებს ყოფიერება ცნობიერებას თუ ცნობიერება ყოფიერებას და სწორი არის სიღრმეებში შევალ ფილიპ კირდება თქვენ ახლა რომ ამ ფილოსოფიას შემოხო. არის დეტერმინიზმი, რომელიც საუბრობს ურთიერთგამპირობებლობაზე, ხო? ის რომ ერთი მოვლენა მეორეზე კი არ ახდა სრულადზე გავლენას, არამედ ურთიერთგამპირობებლობა. და მე აქ უკვე იმას გამოვრიცხავ, რომ მთლიანად ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს ამ პოლიტიკურ პროცესს, ის რეალურად იძულებულია უკვე კობახიძეს თამაშიც ითამაშოს, ჩინჩალაძე მურაშვილის ინტერესების დაიცვას. აკონტროლებს, მაგრამ რეალურად ვერ აკონტროლებს, ასე რომ გამოდის. ნუ მე ყოველ შემთხვევაში აი ამ გადასახედიდან იმ მომენტში მეგონა რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის რესურსი რომ ეს ბოლომდე ემართა. ამ გადასახედიდან მე ბოლომდე ამაში არა ვარ დარწმუნებული. უმრავლესობა, რომელიც ამ დროისთვის წარმოდგენილია ინფორმით და იმ რაოდენობით, რაც არის, რომელსაც ბოლო დღეებში ჰქონდა ეს ფერთა აღრევის პრობლემა, რამაც გამოაჩინა რომ კიდევ მეტი პრობლემის წინაშე დგას და რაღაცა კალაპოდიდან მოვარდნილია. მაინტერესებს თქვენი აზრით, თქვენი ინფორმაციით, რანაირად მოახერხებს უახლოეს ხანებში ამ ერთობის შენარჩუნებას, ანუ დანაკარგი იქნება კიდევ თქვენ ხელთ არსებული ინფორმაციით. ცით რა არის, აი თუ ბოლო კენჭისხლასაც გავითვალისწინებთ ზუსტად კაჭანდერესთან მიმართებაში, ხო ახლა ზუსტად მევცე ძალიან ადამიანურად ახლა ღირსეულად ჩემი აზრით, მithumedes მას ეს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ კენჭისხლა დამთავრდებოდა თუ არა, ეს გამოვიდა ჟურნალისტებთან თქვა, რომ მე თვითონ აპირებდი წასვლას, მაგრამ ჩემთვის პრინციპული იყო, რომ ჩემი კოლეგებისთვის ეს თავისუფალი არჩევანი შემექმნა და ჩვენ მანამდე ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ნალაპარაკები, მაგრამ იმათ ჭირდებოდათ, რომ ზვეტ კაჭანდერაძე მოეხსნათ ასე ვთქვათ და დაესაჯათ სხვების დასანახად ვთქვათ რომა კაკულიას დასანახად და ნებისმიერი სხვა კომიტეტის თავმჯდომარის დასანახად რომელთვისაც ახლა შეიძლება ეს იყოს ნიშანი იმისი რომ აი შენ თუ რაიმეს გაიბრძოლებ შენს დაკარგავ თანამდებობას ეს რომ კერძო პიროვნებაზე გათვლილი ანგარიშწორებები არ არის მაგას მე უკვე ხედავ და მივეჩვი და უკვე ვთქვათ ტრადიციად ექცევთ ყოველ შემთხვევაში ეს მუშაობს რაღაცა თვალსაზრისით. ადამიანურად მუშაობს ახლა არავის არ უნდა ზედმეტი კონფლიქტები ვიღაცასთან დაპირისპირება, მაგრამ ბევრთან ეს მუშაობს მორჩილების მიღების კუთხით და ბევრთან მუშაობს პირიქით. მაგრამ დანაკარგი მაინც როგორც ჩვენს იქნება. ახლა ლევან კობელიძე არ არის იმის ადამიანი, ახლა დიდი ხანი მეგობრობთ და მე გამოვრიცხავ, ასე ვთქვათ, მე არ მინდა სახელები ჩამოთვალ, მაგრამ ერთ კონკრეტულ მაგალითს ვამბობ, ხო? ან ლევან კობელიძეს რა ასეთი ზეწოლა ვიღაცამ განახორციელოს, ეს უკუქცევით რეაქციას იქონებს ყველა შემთხვევაში. და მას ამაზე ექნება მკვეთრი რეაქცია, პროტესტი და თუ ეს მეთოდები აი ასე გაგრძელდა და რეალურად მე ვერ ხედა უბრალოდ ამ დამოკიდებულებაში გამოსავალს, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ვიფიქრებდით იმ გუნდთან თანამშრომლობაზე რაღაც წინამდებობის მიუხედავად რო არ დაწყებულიყო აი ეს მესიჯები, ზეწოლები, რაღაცებზე მუხარა, თუ თქვენ ამას ხმას მიცემთ პარტიიდან გაერიცხებით, ახლა ეს არც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. კიდევ ერთხელ ამბობ ამ აზრს, რომ რა დონეზეც არის მართლ პარტიაში დემოკრატია, შიდა დემოკრატია პარტიული. იმ დონეზე არის ქვეყანაშიც. ჩვენ ვკარგავთ ამ გუნდის
შიგნით დემოკრატიას სრულად და ნელ-ნელა ხედავთ, რომ ეს უკვე აისახება ქვეყნის ცხოვრების ყველა მიმართულებას და დამოუკიდებელი სასამართლო კი არა, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე უფრო აგრესიული სასამართლო, რომელიც კი შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ სააკაშვილის დროს სააკაშვილი პოლიტიკურად ბოლო-ბოლო ამ სასამართლოს რაღაცა ჩარჩოებში მაინც მოაქცევდა. ცუდი იყო ეს ზეწოლა, ბევრი უსამართლობა მოხდა, მაგრამ ასეთი აღვირახსნელები ისინი დღეს რო არიან, არ არიან, არ იყვნენ მაშინ და დღეს ისინი აკეთებენ უკვე პოლიტიკურ განცხადებებს, გამოვიდნენ საჯარო სივრცეში, მოსამართლეები, რომლებიც მათ ქართული საპატიმროები გაავსეს პოლიტპატიმრებით, უკანონო დაჭერილი ადამიანებით, თან იცოდნენ რასაც უშვებოდა ამ ხალხს ციხის ადმინისტრაცია. ის მოსამართლეები დღეს ჩვენ მორალს ვიკითხავენ და ახლა მე მგონი დღეს უკვე იმაზე ლაპარაკეთ ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ მიშა რა ცუდი იყო, აი ძალიან გაიცვითა და დღეს უნდა მივხვდათ იმას, რომ ამ მოსამართლეების ახალისებით მათთვის იმის შეგრძნების გაჩენით, რომ პარლამენტში მათ აქვთ პოლიტიკური საყრდენი, ჩვენ ფაქტობრივად თანამონაწილეები ხვდებით ყველა იმ უბედურების, რომელსაც ჩადიოდნენ ეს მოსამართლეები. მადლობა გედევან ფოფხაძის პარლამენტის წევრს, რომელიც პასუხობდა ჩვენს კითხვებს. პოლიტმეტრი დღეს ამით დასრულებულია, თქვენ წინგელით ახალი ამბები 22 საათზე და ასევე 23 საათზე და 30 წუთზე ტელევიზიის შედარებით ახალი პროექტი ღამის ამბები, რომელსაც წარმოგიდგენენ დიანა ტრაპაიძე და გია ხუხაშვილი. მადლობა.